შუა დღე მშვიდობის მოგესალმებით. დღე მშვიდობისა მოგესალმებით. გამარჯობა. პატეკ გილოცავ დაბრუნებას. ბენეფისი მექნება. ჯანმრთელობას გისურვებ პირველ რიგში და მეორე თემად ჩემს რუბრიკას ყურადღებით უსმინე, იმიტომ რომ ჯანმრთელობაზე უნდა ვისაუბროთ. მეთქი ბარემ რავალ ახალ წელს ვირუსებზე და კაციებას. კარგი, შესანიშნავი. ხედავთ, უკვე ანონსი გააკეთა ფაქტობრივად, შეგვიძლია აღარ გავუშვათ, ხო? არა, მოიცადე ის გაქვს გასაკეთებელი ხა სოციალური ქსელების თოლკი. ხო. ცოტა დაბრეული ვარ, ავად ვიყავი რამდენიმე დღე, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და როგორც თქვენ მითხარით და აღმითქვით, რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმარი ერთ-ერთი მოგვიყვება გაციებას, როგორ უნდა ვიბრძოლოთ. მანამდე კი შეგვიძლია მართლაც ნახოთ ანონსი და ყველას ერთად გვეცოდინება, თუ რას უნდა ვუყუროთ საათნახევრის განმავლობაში, კომფორტულად მოკალათით, სულ რაღაც 30 წამი წაგართვეთ. კი ბატონო, ნახოთ ანონსი. დღეს გადაცემაში ნახავთ ჭოროხის დელტა მტკნარწყლიანი ტვირების დაცვა და კონვერსაცია. გადაცემის სტუმარია იზოლდა მაჭუტაძე. სოფო შაიშმელაშვილის რუბრიკა რჩევები მშობლებს, ზამთრის ვირუსები და ბავშვები. რუბრიკის სტუმარია ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე. საქველმოქმედო პროექტი. გადაცემის სტუმარია პიარ-მენეჯერი ნათია თოფჩიძე. იაპონური კალიგრაფიის შოდოს უფასო მასტერკლასი. გადაცემის სტუმარია ნინო კაკაბაძე. ფილმი ტელეგრამა. აჭარის ტელევიზიის ოპერატორის სარეჟისორო ნამუშევარი, რომელიც ბიაბის არასაკონკურსო ფილმების სერიაშია წარმოდგენილი. გადაცემის სტუმარია ლინდა ჯაიანი. მოკლედ სანამ დაავადებებზე ვილაპარაკებ და მკურნალობაზე, რაც ადამიანებს ძალიან გვაწუხებს ხოლმე. პრინციპში არც ადამიანებს არა, ხო? მთელი სფერო შექმნა კაცობრიობამ მედიცინაში, სადაც ცხოველებზეც ზრუნავენ და წარმატებითაც და ჩვენს ქალაქშიც ეს სფერო განვითარებულია, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის და პატრონებისთვის. მანამდე კი ვილაპარაკოთ ზოგადად გარემოზე, მოგეხსენება ჩვენ ცალკე რუკა არ გვაქვს, ცალკე პლანეტაზე არ ცხოვრობთ, ჩვენი ქვეყანა მთელი მსოფლიოს ნაწილია, ასევე ჩვენ ძალიან გვიყვარს რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვისაც ეს კონკრეტულად გეოგრაფიული წერტილი, რომელიც თავისი ლანდშაფტით, თაბარით, მდინარეებით, ზღვებით და ასე შემდეგ მნიშვნელოვანს გავლენას ახდენს როგორც საკუთარ თავზე და საკუთარ ეკოსისტემაზე, ასევე მთლიანად გარემოზე. და ახლა ჩვენ ყავს სტუმარი, რომელიც დაგველაპარაკება კონკრეტულად ჭოროხის დელტაზე და სხვადასხვა დეტალებზე გვესაუბრება, ქალბატონი იზოლდა მაჭუტაძე, ჩვენი არაერთგზის სტუმარი, ბესეუს უვადო მეცნიერი და ლანდშაფტების ეკოლოგი. მოგესალმებით. მშვიდობისა მოგძანდით. ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრობა და დიდი მადლობა რომ დაგვითვეთ დრო. მადლობა. ამ შემთხვევაში როგორც ვიცი, უნდა ვილაპარაკოთ მტკნარწყლიან ტბორებზე და მათ კონსერვაციაზე. რატო გახდა ეს ასე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ ეს დაუშვათ ცალკე სათაურადაც გამოვიტანეთ და ამაზე დავიწყეთ ყურადღების გამახვილება? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს გადაცემას და დიდი მადლობა მომეც ეს საშუალება ვისაუბრო იმ კონსერვაციაზე, მაღლა კონსერვაციული ღირებულების მქონე ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორისა და პასუხი თქვენს შეკითხვაზე. სანაპიროს ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორები მთელს მსოფლიოში სანაპიროს ათვისების ინფრასტრუქტურული პროექტების გამო ნადგურდება და მე ვარ არსებობს ესეთ მსოფლიო წითელი ნუსხა და ექსპერტი მტკნარწყლიანი ტბორების კონსერვაციისა და 2015 წელს გლობალურმა წითელმა ნუსხამ პირველად მსოფლიო წითელი ნუსხის ისტორიაში რომელიმე ჰაბიტატს მიანიჭა მოწყვლადი სტატუსი და ეს არის ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორები, იმის გამო რომ განადგურებულია და მათ განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების ფუნქცია გააჩნიათ, ეს არის ეკოსისტემური სერვისებია, მნიშვნელოვანი ჰაბიტატი არის ასევე გლობალური წითელი ნუსხის სახეობებისათვის, ენდემური რელიქტური სახეობებისათვის და ასევე ესეთი ჰაბიტატი არის, სადაც მრავალი ცხოველი თავის სასიცოცხლო ციკლს აქ გაივლის.
კი ბატონო, ქალბატონი ზოლდა, აი რაღაცნაირად რომ ჩავკონკრეტდეთ და ცოტა გასაგები გავხადოთ ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ სპეციალისტები არ ვართ. ძირითადად ადამიანები, ნუ ჩვენ ადამიანები ყველა უყურებთ ვაიმე რა ლამაზი ცხოველია და ამინდა რომ გადაშენდეს, ხო? ანუ ამ კუთხით უყურებთ, მაინც ახლა შეიძლება სელფებს არ ვიღებთ მაგთან, მაგრამ ძირითადად, მაგრამ აი ეკოსისტემას ხშირად ახსენებთ მეცნიერები და ამ შემთხვევაში ეკოსისტემას რა დანიშნულება აქვს სინამდვილეში იმის გარდა რომ დაუშვათ ჩვენს თვალს ახარებს. ის ხო ჩვენი თვალის გასახარებლად არის. ეს ეკოსისტემური სერვისები თუ რომელიმე თუნდაც დაცული ტერიტორიების შექმნის დროს ან ეროვნული პარკების შექმნის დროს არის ისეთი რატომ უნდა დავიწყოთ? რა სარგებლობს, რას გვაძლევს ეს და ეს ეკოსისტემური სერვისები სულ ახალი ტერმინია რაღაც რამდენიმე წლის, ალბათ 4, იმიტომ რომ მოსახლეობამ გაიგოს რა ღირებულებები, რას გვაძლევს ეს მოსახლეობას, ადამიანებს და თვითონ ეკოლოგიური გარემოსათვის რა არის ეს არის მომარაგებელი სერვისები, როგორც თქვი, ეს არის ანუ თვითონ შეიძლება საცხოვრებელი გარემო ზოგიერთ ცხოველისათვის, ასევე ძალიან კოლხეთი მდიდარია სამედიცინო სამკურნალო მცენარეებისათვის, ზოგიერთისათვის არის საკვები, მაგალითად, ფრინველებისათვის ისინი მიმოფრენის დროს მხოლოდ აქ იკვებებიან და სხვაგან არა. მეორე ეს არის რასაც ეს არის წყლის რეჟიმის და კლიმატის ცვლილების მარეგულირებელი. ესეც ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჰიდროლოგიურ რეჟიმსა და წყლის რეჟიმს აკონტროლებენ ისინი, ეს სერვისი გააჩნიათ მტკნარწყლიან ტბორებს. შემდეგი არის თვითონ ჰაბიტატის სერვისი, იმიტომ რომ თვითონ ჰაბიტატი ეკოსისტემაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს წარმოიქმნა, როდესაც სხვა იყო და ლაგუნა წარმოიქმნა, შემდეგ ის გამტკნარდა და განსაკუთრებული ეკოსისტემა ჩამოყალიბდა, რომელსაც ანუ გულისხმობთ იმას, რომ როდესაც ლანდშაფტი შეიცვალა, ზღვამ დაიხია უკან და ამ დაუშვათ ჩაღრმავებულ ადგილში დარჩა წყალი, მაგრამ ახლა მდინარე ჩაედინებოდა და ნელ-ნელა გახდა მტკნარი. დიახ, გამტკნარდა და ასევე ამას აქ სანაპიროს იცავს აბრაზიული და ეროზიული პროცესებისაგან. ანუ წარეცხვა აღარ ხდება. ეს ჰაბიტატი თუ არსებობს და იქ სანაპირო ზოლით და უკან ტყე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თვითონ, იმიტომ რომ მოგეხსენებ, ანუ თქვენ რომ ნახოთ ეს ანუ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო უბრალოდ ძალიან დიდი ეროზიული და აბრაზიული პროცესები მიმდინარეობს. ასევე შტორმებისაგანაც შეიძლება დაიცვას, იმიტომ რომ ანუ რაღაც ბარიერს ქნის დიახ, აქ არის სანაპირო ზოლი, რომელსაც ანუ დიუნა და მე აქ არსებული მტკნარწყლიანი ტბორი რაღაც იცავს უკან მდებარე მთელს ანუ აუცილებელია. შეგვიძლია დასვა გამოვიტანოთ, რომ ამ მთლიანი ჯაჭვიდან, იმიტომ რომ ახლა თუ კატაკლიზმები მოხდა და მიწისძვრები, ამ შემთხვევაში ლანდშაფტს უკვე ჩვენ ვერ დავიცავთ ვერანაირად მიწისძვრისგან, მაგრამ მეორე მხრივ ამ უზარმაზარ კვებით ჯაჭვში დაწყებული მიკრობები, მცენარეების ჭამელები და ცხოველები და ასე შემდეგ, რომელიმე რო ამოვარდეს, რასაც ფენებობ უნიკალური, მთელი ეს კვების ჯაჭვი მოირღვევა და მთლიანად მოირღვევა სისტემა. ამაზეა საუბარი. დიახ, და ასევე გააჩნია კულტურული ღირებულება. მეოთხე ეს არის კულტურული სერვისი, ეს არის ეკოტურიზმი და ასევე სამეცნიერო საგანმანათლებლო ღირებულება. ანუ მომარაგებელი, მარეგულირებელი წყლის რეჟიმისა და კლიმატის ჰაბიტატისა და კულტურული სერვისი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოთხივეს. შეიძლება იყოს მსოფლიოში არსებობდეს სხვა ეკოსისტემები, რომელიმე ეკოსისტემური სერვისი არ ქონდეს, მაგრამ ბუნებრივ მტკნარწყლიან ტბორებზეა საუბარი, როდესაც წინ გეოლოგიური წარსული უძღოდა, იყო ლაგუნა და შემდეგ გამტკნარდა და შემდეგ უკვე ზოგიერთი, ანუ გეოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ჩვენ კოლხეთია ესეც, ანუ სამხრეთი კოლხეთი, რომელიც კოლხეთი გრძელდება ტრაბზონის მელეთორდუმდე, ანუ განსაკუთრებული გეოლოგია ამ განსაკუთრებულ ბიომრავალფეროვნებას, რომელიც ჩვენ გვაქვს, გარდა იმისა, რომ იუნესკო იცავს იმ ღირებულებებს, ხო, ტორფნარებს და ტყეებს გვაქვს, სხვა ეკოსისტემებიც მნიშვნელოვანი, რომელსაც წინ განსაკუთრებული გეოლოგიური წარსული უძღოდა, რომლის მსგავსი მთელი შავი ზღვის სანაპიროზე არავის არ აქვს და ზოგიერთი ადგილი ამ ზღვიდან უკან მდებარე
თვის წინებამდე არის ზღვის დონეზე დაბლა, იმიტომ რომ ზღვა იყო. ამიტომ არის არ უნდა დაირღვეს ის ბუფერული ზონა რაც ზღვასა და უკანა კი ბატონო, მაშინ გარემ ღონისძიებებზეც გითხარით, რას აკეთებთ მეცნიერები ამისთვის და მუშაკები და რა შეიძლება დაუშვათ ამაში შეიტანოს წვლილი ჩვეულებრივ მოქალაქეებმა, ნუ თუნდაც აი ჩვენ სოციალური პასუხისგებლობა. სოციალური პასუხისგებლობა. დიახ, აი ეს მე დავიწყებ იქიდან რომ ნახეთ თავიდან ვთქვი რომ თელი შავი ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ჭოროხის დელტაზე არის შემორჩენილი ეს ბუნებრივი სხვაგან განადგურებულია. აუცილებელი არის თან ამას იცავს არის ესეთი ზურმუხტის ქსელი, რომელიც ანუ ეს არის ჰაბიტატი, ეკოსისტემა, რომელიც მნიშვნელოვანი არის როგორც ბიომრავალფეროვნებისათვის, ისე მოსახლეობისათვის. ამას იმიტომ რომ მოსახლეობა იყენებს თევზაურს კიდევაც და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ შეიძლება ასევე რამსარის კონვენციისათვის მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენს, იმიტომ რომ უამრავი ფრინველი მიგრირებს იქ, უფრო მეტი ვიდრე სახალვაშოსა და იმ შუამთას სადგურებზეა, იქ ხოლო მტაცებლები არიან და აქ მტაცებელის გარდა მიმოფრე წყალმცურავი, ყველა ფრინველი იყრის თავს. თქვენ რომ მიგზავნეთ ანუ განსაკუთრებით შემოდგომით მიგრაციის დროს იქ უამრავი ბიორდვაჩერია მსოფლიოდან. აქ არის შესაძლებელი ნახვა ყველა ფრინველისა და რა თქმა უნდა, არც რამსარის, აქ არის ესე ბეირნის კონვენცია დაცული სახეობები, რომელიც იშვიათია და მხოლოდ აქ არის, სხვაგან არ არის. აქ არის ერთი სახეობა წყლის კაკალისა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ აქ ხდება. ანუ მისი განადგურება გამოიწვევს, ანუ გაქრება. მის გარდა ბეირნის სახეობები რა ნაბიჯებს დგამთ, ანუ რაღაც პროცესებს ხედავთ, რომელსაც ჩვენ თვითონ ვერ ხვდებით რა შესაძლოა. რას აკეთებთ იმისთვის, მესმის რომ მოწოდებული ხართ ამისთვის და ამისთვის შეიქმნა ანუ ორგანიზაცია, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა და სტუდენტების ჩართულობაც. ხო, აი, რას აკეთებთ კონკრეტულად? ანუ ეს ხობებს დგამთ, ანუ არ ვიცი, ესვრით ვინც იქ აფუჭებს რაღაცას. არა, ნუ თვითონ ეს მიმდინარეობს პროექტი, ეს არის ინტერეგნეტ შავი ზღვის აუზის პროექტი, რომელიც მის სახელწოდება თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად მდგრადი შავი ზღვისათვის. აქ თანამშრომლობა საქართველოს თურქეთს შორის და თვითონ ეს გულისხმობს მენეჯმენტის გეგმის შემუშავებას საქართველოს თურქეთს, იმიტომ ტრანსსაზღვრო დინარე ჭოროხი რატო ავირჩიეთ, იმიტომ რომ ტრანსსაზღვროა და მოგხსენება ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის აშენებული კაშხლები იქ, მაგრამ რაც არის შემორჩენილი, აუცილებელი არის მისი დაცვა, შენარჩუნება და გონივრული გამოყენება. და ის მენეჯმენტის გეგმა, რომელიც შემუშავდება საქართველოს თურქეთს შორის, იქ იქნება ყველა ის ქმედება განსაზღვრული, რომ რა უნდა იყოს, როგორ უნდა მოხდეს. ასევე ჩვენ შევიმუშავებთ აღდგენის გეგმასაც, იმიტომ რომ ბევრი ეკოსისტემა დარღვეულია და როგორ უნდა მოხდეს მისი აღდგენა, ასევე რომ დაცული უნდა იყოს ყველა მონაცემი შეგროვებული, ანუ ქიმიური, სხვადასხვა დამაბინძურებელი პლასტიკი თუ სხვა და ფიქრობთ, ანუ რომ რა თქმა უნდა არც რამსარი, არც ბერნი არ ზღუდავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაგრამ თუ ამ გრანდიოზული მშენებლობის დროს დაცული იქნება თვითონ ეს ეკოსისტემა ბუნებრივი, ეს იქნება, ამით ჩვენ ვიამაყებთ აჭარა, სამხრეთ კოლხეთი, ვინაიდან მხოლოდ აქ არის შემორჩენილი, ვინაიდან როგორც გითხარით, რამსარის კონვენცია იცავს საერთაშორისო კონვენციებზე მაქვს საუბარი, ბერნის კონვენცია, ზურმუხტის ქსელი და ასევე ძალიან დიდი
კულტურული ღირებულება ექნება მას ბუნებაზე დაფუძნებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ეს იქნება, აი ეს უნდა განვითარდეს და ეს იქნება ნახეთ რა ლამაზია, იმიტომ რომ და თვითონ და ასევე ამ პროექტში იქნება შეიძლება შემიმუშაოთ ისეთი სოფლის მეურნეობის ჭარბწყლიან გარემოსთან შეგუებული ისეთი დარგები, სადაც შეიძლება მოსახლეობა დასაქმდეს, შეიქმნება საწარმოები და გაუმჯობესდება მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა. ეს მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. მოკლედ ამან მე ვიტყვი რომ ამ პროექტების განხორციელებას ვფიქრობ თუ საერთოდ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენი კვლევები არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები თუ როგორ შეიძლება აი მსგავსი პროექტები და კოხეთში განახორციელოთ, ანუ კობულეთს ვფიქრობდი, ანუ მაინც გეგმავ, ან კოლხეთს ამეგრელო ქურია, მაგრამ ალბათ პირველი თუნება იქნება აჭარა ჭოროხის, დიარ ჭოროხის, სადაც შეიძლება ამ მნიშვნელოვანი პროექტის ჭარბწყლიან გარემოსთან შეგუებული სოფლის მეურნეობის განვითარება, შეიძლება ლელი თვითონ ის მცენარე მოშელდეს, რომელსაც უამრავი ისე აქვს ღირებულება შეიძლება პალეტების, სამშენებლო მასალა, საწარმოები შეიქმნეს და თვითონ რაღაცი გონიო ანას ახალ სოფელი მიმდებარე სოფლები ელექტროენერგიით მომარაგდეს კიდევაც და ძალიან ბევრი სამკურნალო და სამედიცინო ღირებულების სცენა, რომელთა მოშენებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შესანიშნავი. ძალიან დიდი მადლობა გაუტონეზოლ და ანუ როგორც ვიხდით, ამ ძალისხმევაში უნდა იყოს ჩართული ყველა დაწყებული მენეჯმენტიდან, დამთავრებული რიგით მოქალაქემდე და მივიღებთ ჯანსაღგარემოს, სადაც შეიძლება ჩვენც ვარსებობდეთ და ის ბუნების ის სხვა, ასე ვთქვათ, ამ ჰაბიტატში მყოფი ცოცხალი ორგანიზმები, დაწყებული მცენარეებიდან დამთავრებული ცხოველებამდე სადაც უბრალოდ ჩვენ ხელს არ შეუშლის სხვა სიცოცხლეში და ჩვენ არ დავგარგათ საცხოვრებელ ტერიტორიას. ძალიან დიდი მადლობა. ვიამაყებთ. კი ბატონო, ანუ სიამაყე ბოლოში ბუნებას ეგ სიამაყე თქვენ ხჩებზე კარგად იცით რომ არ ჭირდება დაალაგებული ჯაჭვი, სადაც ყველას ექნება თანაარსებობის საშუალება. გალბატონი იზოლდა მაჭუტაძე იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ კი რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით ის. დავბრუნდით ესე იგი პირდაპირ ეთერში და დღეს ხუთშაბათია და რუბრიკა მშობლებს თქვენთვის ძალიან საინტერესო თემა აქვს მომზადებული, არც თუ ისე უცხო, ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე ვირუსებზე, ინფექციებზე, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, პრევენციის მიზნით რისი საშუალება გვაქვს ვისმეთ სპეციალისტების რჩევა დარიგებას, მაგრამ მშობლები მაინც ამ დროს ყოველთვის ვიბნევით ხოლმე, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, როგორ გავართვათ თავი. უკვე დეკემბერი არის, აგვიგრილდა, უბრალოდ აგვიცივდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ჩვენ ხედავდით, რომ ძალიან კარგი ამინდი იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ დეკემბერმა მაინც თავისი გავლენა იქონია. თითქმის ყველა ოჯახში, სკოლებში, ბაღებში საუბრობთ, რომ ბავშვები ავად არიან, გაცივდნენ, სიცხე აქვს და რაღაცნაირად უცნაური სიმპტომებით გამოირჩევა ხოლმე ესა თუ ის ვირუსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია თუ როგორ გავუმკლავდეთ ხოლმე ამა თუ იმ ვირუსს თუ დაავადებას, მაინც სპეციალისტის დახმარება გვჭირდება. დღეს ჩვენთან ინფექციონისტი არის სტუმრად რევაზ ნაკაშიძე, რომლისგანაც ძალიან საინტერესო რეკომენდაციებს მივიღებთ, ასევე ვისაუბრებთ ზამთრის კურორტების მნიშვნელობაზე. დღემშვიდობისა მობრძანდით ბატონო რევაზ. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. ბრძანდით. მობრძანდით. პატა გამოვაჯამრთელეთ, როგორც იქნა. თქვენ თუ ბენზეს კლინიკაში მუშაობდით წლების წინ ინფექციურ საავადმყოფოში მარცხანაში შემეშალა. მაშინ მე თქვენი პაციენტი ვიყავი მეოთხე კლასში და ამის მერე პირველად გნახეთ მახსოვხართ დღემდე. ძალიან კარგი. დიდი მადლობა სხვათა შორის იმისთვის, რომ გამოგაჯამრთელეთ. კი. ბატონო რევაზ, რა ვირუსებზე შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება კონკრეტულად ამ პერიოდში?
საერთოდ როგორც წესი, გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე ხშირი არის რესპირატორული ვირუსული ინფექციები, ეგრეთ წოდებული გაცივება და გრიპი. გრიპის სეზონი ჩრდილო ნახევარსფეროში იწყება წლის მე-40 კვირიდან და მთავრდება მომავალი წლის მე-20 კვირისთვის. ხოლო ტროპიკულ სარტყელში წლის ყოველთვის არის ასეთი წელს ცოტა მეტად მოიმატა, უკვე ადრე დაიწყო ცოტა გრიპის ვირუსების შემთხვევები, მაგრამ რაიმე საგანგაშო სიტუაცია ჯერჯერობით არ არის. არ არის. თუმცა მშობლების უმრავლესობა საუბრობს, რომ ვირუსი მიმდინარეობს უცნაური სიმპტომებით. აი განსაკუთრებით ბაღის ასაკის მშობლები ამბობენ, რომ სიცხე აქვს, მაგრამ სხვა ისეთი გამოვლინება არ არის. ეს რაზე მიუთითებს? საერთოდ თვითონ გრიპს არ ახასიათებს დასაწყისში ისეთი სიმპტომები, როგორც აქვს გაცივებას, ანუ სურდო, ყველა ეს შემდეგ ჩაერთვება. იწყება შემცირნებით, მაღალი ტემპერატურით, ზოგადი სისუსტით, სახსრების ცვლების თავის ტკივილით და ხშირად ყელის ტკივილით. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენად აუცილებელია, რომ მშობელმა მიმართოს სპეციალისტს, თუ შეიძლება რომ სახლის პირობებშიც გავართვათ თავი. ალბათ გართულებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. საერთოდ მშობლებმა უნდა ისწავლონ ბავშვის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. თუ ბავშვი ჩვეულებრივად აქტიურია, ხალისიანია, პირველი 3 დღის განმავლობაში ცხელების გამო მიმართვა აუცილებელი არ არის, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი. ეს ეხება 2 წლის ზემოთ ბავშვებს. 2 წლამდე ბავშვები, რა თქმა უნდა, სასურველია რომ პირველივე დღესვე გაისინჯოს ექიმის მიერ. კი ბატონო, აი ასაკი ახსენეთ და ძალიან ხშირად მსმენია, როცა ამბობენ, რომ 4 წლამდე ხშირად ავადდებიან ბავშვები. და არსებობს ასეთი რაღაცნაირად უწყნარი წინადადება, აი 4 წლის მერე ეს ყველაფერი გადაივლის. აქ იმუნიტეტთან გვაქვს უკვე საქმე, რომელიც მაგალითად აი ვირუსიდან ვირუსამდე იმუშავებს უკვე ბავშვის ორგანიზმი, თუ რა ხდება? საერთოდ გაცივებას იწევს დაახლოებით 100-ზე მეტი ვირუსი და შტამი მისი. ამდენად უფრო ხშირი არის 4-5 ვირუსული ინფექცია, რომელიც ერთხელ მაინც შეხვდება ბავშვს და ერთხელ გადაიტანს. ხო, მერე იშვიათად შეიძლება შეხვდეს ეს ვირუსი, ან კიდევ უფრო მსუბუქად. ამიტომ ორგანიზმი ტიპოსპეციფიური იმუნიტეტის თანთანობით იმუშავებს, ამიტომ ამასაკის 2 წლიდან ბაღის ასაკის ბავშვები პირველად მიდის ბაღში, ხო, თვითონ. სხვა ბავშვებს მისი ვირუსი აქვს, ეს თავისას მიიტანს, სხვისას გაინაწილებს და ეს ამიტომ პირველ წელიწადს გინდაც სკოლაში ან გინდაც ბაღში უფრო ხშირია გაცივებით ვირუსით ავადობა. კი ბატონო. ჩუტყვავილა მოდებული როგორც გავიგე. თუ ეს ყოველთვის იყო უბრალოდ ბოლო წლებში გააქტიურდა და კიდევ მაინტერესებს, რატომ არ არის კონკრეტულად ამ ვირუსისადმი აცრა? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ბავშვებს ვცრით გარკვეულ ასაკში წითელა, წითურა, ყბაყურა და ასე შემდეგ. რაც შეეხება მოდი გრიპის ვირუსი დავამთავროთ აცრას. კი ბატონო. გრიპის საწინააღმდეგო აცრები საკმაოდ ეფექტურია და ნებადართულია 6 თვიდან ზემოთ ასაკში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის 65 წელზე მეტი ასაკის პირებისათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის, რატომღაც შიშია რო თითქოს თუ მძიმე ავადმყოფია სხვადასხვა ქრონიკული ინფექციებით, იმის აცრას ახიფათვა. პირიქით, გრიპზე აუცილებლად უნდა აიცრას ის პაციენტები, პოტენციური პაციენტები გრიპის, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება ან არიან 65 წელზე ზემოთ ასაკის. რაც შეეხება ჩუტყვავილას, ჩუტყვავილა ასეთი მოდებული ნამდვილად არაა, მაგრამ პერიოდულად მატულობს, პერიოდულად კლებულობთ მისი რაოდენობა, შემთხვევების რაოდენობა. ის სინამდვილეში წლის ყველა სეზონში არის. ამ ბოლო დღეებში ცოტა მატება შეიმჩნევა, მაგრამ რაიმე ესეთი საგანგაშო მატება არ არის. რაც შეეხება ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრას, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებში ეს ვაქცინაცია ტარდება, მაგრამ და სავალდებულოა სავარაუდოდ. ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველია. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ამის ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯერჯერობით ვერ ტარდება. კი ბატონო, გრიპის აცრასთან დაკავშირებით მშობლების აზრი ორად იყო. არსებობს მშობლების კატეგორია, რომლებიც არ მიესალმება და რაღაცნაირად შიში აქვთ და არსებობს მშობლების კატეგორია, რომლებიც ყოველწლიურად უტარებენ ხოლმე. რას ეტყოდით აი მშობლებს, რომლებსაც რაღაცა გარკვეული შიში აქვთ ამ აცრის მიმართ?
სამწუხაროდ მსოფლიოში ამ ბოლო ხანებში მოიმატა ნიჰილიზმმა ვაქცინაციის შესახებ. თუმცა ცრუ აჟიოტაჟები იქნება ზოგჯერ სპეციალურადაც ქმნის ზოგიერთი არაკეთილმოსურნე სახელმწიფო. რაც შეეხება ვაქცინაციის სარგებელს აღარ აღნიშნე და კიდე გავიმეორებ რომ ვაქცინაცია სასარგებლოა. აუცილებელი არის მაღალი რისკის ჯგუფებისათვის ეს არის ბავშვები რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ან გულის მანკი, ან თირკმლის დაავადება, ან ბრონხული ასთმა განსაკუთრებით. მათთვის ეს მეტად სასარგებლო და საჭიროა. კი ბატონო. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, რა დანიშნულება აქვს ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის ზამთრის კურორტს? რა უნდა იყოს თუ არა ეს ყოველწლიური რაღაცნაირად მხოლოდ დასვენების ფორმა არ უნდა ქონდეს მე როგორც ვიცი და მე ყოველთვის ასე ვცდილობდი ხოლმე რომ ზამთრის კურორტზე წამეყვანა ბავშვი არა მხოლოდ იმისთვის რომ დაესვენა და სკოლიდან იყო გათავისუფლებული არამედ იმისთვის რომ ვიცოდი რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვის კარგი იყო ჰაერის შესვლა მაგრამ არ ვიცავდი იმ წესებს რეალურად როდესაც მისი ორგანიზმი უკვე იწყებდა ჰაერის შესვლას აი რა შეცდომებს ვუშვებ კურორტის შერჩევის დროს რა პერიოდი უნდა დავრჩეს და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ჯანმრთელობაზე? ჩემი დაკვირვებით ყველაზე დიდი შეცდომა არის ზედმეტი მოლოდინები რომ ერთხელ გავა კურორტზე და ისე გაკაშდება რომ არასდროს ავად არ გახდება. რა თქმა უნდა, ქალაქის ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის რომ შესაძლებლობისდაგვარად გაყვანილი იქნან მაღალმთიან ისეთ გარემოში სადაც წიწვოვანი ტყეა ძირითადად თოვლია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია გაკაჟებისთვის და არა რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ აქ ერთი შეცდომაც არაა. ყველა ცდილობს რომ წავიდეს პოპულარული და ცნობილ კურორტზე, სადაც ძალიან დიდი მოსახლე რაოდენობა არის დამსვენებლების და ეს ნამდვილად სასარგებლო არ არის ბავშვებისთვის. უმჯობესია იყოს სადმე სოფელი, სადაც მასა აქვს, თუ აქვს ასეთი სოფელი, იმიტომ რომ კონტაქტები იქ ძალიან მრავლდება, იმიტომ რომ სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან იქ დამსვენებლები და მე ერთმანეთს ისე უზიარებენ ინფექციებს და მეტად მატულობს ინფექციების იმ მომენტში. რაც შეეხება რაოდენობას დღეების. რა თქმა უნდა, პირველი რამოდენიმე დღე ეს ადაპტაციის პერიოდია. რომელსაც ცოტა თავისი გართულებას მოყვება ხოლმე. ანუ ადაპტაციის პერიოდი ახლა როცა ქალაქიდან მაღალმთაში ადის, რა თქმა უნდა, აქვს რაღაცა რისკები. აი, ნამდვილად რო დაიწყოს ორგანიზმმა, ანუ კარგად რეაგირება, ანუ ოიმატოს ერითროციტების რაოდენობამ, გემოგლობინის რაოდენობამ, უფრო ლაღადის უნთქოს, რა თქმა უნდა, 2 კვირა და მეტია საჭირო. კი ბატონო. თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად რა შეცდომას უშვებს მშობლები და რისი განმეორება გიწევთ ხოლმე ხშირად მათთვის? ნუ გრიპის სეზონზე მშობლების ყველაზე დიდი შეცდომა არის, თუმცა ახლა მოიკლო ანტიბიოტიკებისადმი ზედმეტი ნდობა და ცდილობენ რომ ანტიბიოტიკი დაუნიშნოთ ჩვენს და ან კიდე მათ დამოუკიდებლად რაღაც მოახერხონ შეიძინონ. ეს ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ვირუსების საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი არ არსებობს. ამდენად ანტიბიოტიკები არ უნდა გამოვიყენოთ. აქ კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ჩვენ უნდა გავარკვიოთ კაციებაა თუ გრიპი. გრიპი ერთადერთი რესპირატორული ინფექცია, რომლის საწინააღმდეგოდაც ანტივირუსული პრეპარატი არის და საჭიროების შემთხვევაში ექიმი მას დანიშნავს. ასე რომ ანტიბიოტიკები არ უნდა გამოვიყენოთ და პირველ რიგში უნდა შევეცადოთ რომ შევუქმნათ გარემო ისეთი რომ სუფთა აერი, სიწყნარე, ზედმეტად არ უნდა შევფუთოთ, მაგრამ არც კრილად არ უნდა იყოს პაციენტი და ვაკონტროლოთ სიცხე. ჩვენ ანტიბიოტიკებზე ძალიან ხშირად ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, განსაკუთრებით მიუთითებთ ხოლმე მშობლებს, რომ თვითნებურად არ უნდა იქნეს დანიშნული ეს ანტიბიოტიკი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. მაგრამ რა შემთხვევაში შეიძლება უკვე რომ მიმართოთ ანტიბიოტიკს? საერთოდ რესპირატორული ინფექციების, ანუ გრიპის და სხვა რესპირატორული ინფექციების დროს ანტიბიოტიკებს ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი თან დაერთო ბაქტერიული გართულება. გრიპის ყველაზე ხშირი გართულება ეს არის პნევმონია, ანუ ფილტვის ანთება, ასევე ზედასასუნთქ სისტემაში სინუსიტები, ანუ გაიმორიტი, ფრონტიტი, ან შუაყურის ანთება,
ასეთ შემთხვევაში თუ ბაქტერიული ინფექცია დაერთო, ანტიბიოტიკი უნდა გამოვიყენოთ. ბატონო რევას, როდესაც ამბობენ, რომ მაგალითად თუ ბავშვი გაცივდა ან რაიმე ისეთი ვირუსი აქვს და სიცხი აქვს, არ უნდა შევშფოთდეთ ეგრევე, ორგანიზმს უნდა ვადროვოთ, რომ მისი რისის საშუალებაც აქვს ჯერ შეებრძოლოს და შემდეგ დავიწყოთ უკვე დახმარება. ასეთი მოსაზრებაც არსებობს. და ასევე ვამბობთ და მსმენია კიდევაც, რომ ანტიბიოტიკი იმუნიტეტს ძალიან აგდებს და უშლის უკვე ხელს, რომ ორგანიზმმა თვითნებურად გაუწიოს ბრძოლა ამა თუ იმ ვირუსს. ახლა რაც შეეხება ტემპერატურის მართვას. დიახ. თუ კი ბავშვს არ აქვს სიცხისმიერი გულყრები, მაშინ ტემპერატურის მართვა, ანუ შემცირება უნდა დავიწყოთ 38.5 ან 39 გრადუსი ტემპერატურიდან და რატომ? მაღალი ტემპერატურა ეს არის ორგანიზმის დამცველი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ენდოგენური, ანუ საკუთარი ინტერფერონის გამომუშავებას. ამდენად ტემპერატურა 38.5-მდე პრაქტიკულად სასარგებლოა გრიპის და თქმა უნდა რაფერი სასარგებელი იმაში არ არის თუ ჯამთელად იყო ჯობია, მაგრამ თუ ვირუსული ინფექცია ეს გარკვეულად ეხმარება დროულად გამოჯამთელებაში, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ უნდა შევაფასოთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა. თუ კი ბავშვი ჩვეულებრივად აქტიური და ხალისიანია, არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ თუ ბავშვი უჩვეულოდ ძილიანია, შეამცირა საკვებისა და სითხის მიღება, აქვს სილურჯე ტუჩების ირგვლივ, ან გახშირებული სუნთქვა, ან ხმაურიანი სუნთქვა, რა თქმა უნდა, მაშინათვე უნდა მივმართოთ ექიმს. კი ბატონო და მაინტერესებს ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ავადობის პერიოდში ბავშვის კვება და სითხე. რაზე უნდა გავამახვილოთ ამ დროს ყურადღება და ჩვენ ძალიან ხშირად გვეშლება აღვიქვათ თუ რას გულისხმობს სპეციალისტების სითხეში. ახლა რაც შეეხება სითხის მიწოდებას. დიახ. მაღალი ტემპერატურის ყოველი 1 გრადუსით მომატება 1 კილოგრამზე ითხოვს 10 მილილიტრი სითხის დამატებას. აი მარტივად რო ვიანგარიშოთ, თქვა თუ 10 კილოგრამიანი ბავშვია და მას აქვს 39 გრადუსი ტემპერატურა, ანუ 3 გრადუსით მაღალი. დიახ. ესე იგი 1 კილოგრამზე გვჭირდება 30 მილილიტრი სითხე და დამატებით ალაპარაკი უნდა მიიღოს მინიმუმ 300 მილილიტრი სითხე. კი ბატონო. ხო. ამ სითხეში გაციების დროს თუ კი არ არის ღებინება და არ არის დიარეა ანუ ფაღარათი, მაშინ სითხე შეიძლება იყოს ჩვეულებრივი წყალი. დიახ. ჩვეულებრივი წყალი ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალი რა თქმა უნდა, ან შეიძლება იყოს კომპოტი, ან ხილის წვენი, ან რაც ბავშვს სიამოვნებს და მოეწონება, ეს უნდა იყოს. მარილოვანი სითხეები აუცილებელი გაციების დროს არ არის. ხო, თუ თან დართული ხველა არის, ხო? ამ დროს თბილი მინერალური წყალი, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა. ასევე შეიძლება მივაწოდოთ თაფლიანი რძე, ან სხვა რომელიმე თბილი რძე, ან სხვა სითხეები ნებისმიერი. როგორც სითხე უნდა მიიღოს, ისე ვიმეორებ, უფრო მეტი ვიდრე უსიცხო პერიოდში ღებულობს. კი ბატონო. მე მგონი შეძლებს დაგვარად ვისაუბრეთ. ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით კიდევ ერთმანეთს, თქვენ თუ რაიმე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ სანამ სტუმარს დავემშვიდობები კითხოთ. არა, ხშირად არის ხოლმე ფიქსირდება 27. ამ შემთხვევაში, აი როგორ უნდა მოიქცეს, მშობელი რა თქმა უნდა მივიდეს პედიატრთან, ფილტვებიც უნდა გაუსინჯონ, რენტგენიც უნდა გადაუღონ, მაგრამ არის თუ არა იმის ფაქტიც, რომ შეიძლება გქონდეს ადამიანს, ან ატარებდეს ბავშვი უბრალოდ 27 სიცხეს. საერთოდ ტემპერატურა 37 გრადუსი სიცხელება და ანუ სიცხე არ არის. არც 37.1, არც 37.2 არ ითვლება ცხელებად. აი ნამდვილ ცხელებად ითვლება 38 და მეტი. შეიძლება 37.3-დან 38-მდე კონდეს, ეს ამას ქვია ეგრეთ წოდებული სუბფებრილიტეტი, მაგრამ საგანგაშო სიმპტომები, მაგით თუ არ ახლავს მას სხვა დაავადების სხვა სიმპტომები აბსოლუტურად. ანუ საგანგაშო არ არის და 27 ან 27 თუ აქვს, შესაძლებელია სკოლაში გავუშვათ. რა თქმა უნდა, თუ კი სხვა სიმპტომები არ აქვს, რატო არ უნდა გავუშვათ? და აი ახლა ძალიან საინტერესო რაღაც გამახსენდა. მთელი ბავშვობა, მოზარდობა და ახლაც მესმის, რომ 27 და 2 თუ აქვს ადამიანს, ან 27.5 სადღაც ანთება. ეს ნიშნავს, რომ ანთებითი პროცესია და რატომღაც ეგრევე მივდივართ ფილტვებისკენ. თუ ისევ მიმეორებ, თუ მარტო 37 გრადუსზე და 2-მდე არის და 2-3-მდე, მაგრამ არავით არის სხვა სიმპტომი არ არის, არაფერი განგაშის ნიშანი არ არის, მაგრამ თუ მას ახლავს ხველა,
კი ბატონო. სურდო ან სურდო ცხვირის გაჭედვა, ან თქვა გახშირებული მტკივნეული შარდვა, ან გამონაყარი, ან სხვა რამე, რა თქმა უნდა ვეძებოთ მიზეზი. კი ბატონო. всё, ვეღარ მოიმიზეზებენ ესე იგი ბავშვები იმას, რომ 37 და 1 მაქვს და სკოლაში არ წავა, მაგრამ ეს მიზეზები უნდა ვეცებოთ სპეციალისტთან და არა. მუცლის ტკივილით როცა მოდიან, ხშირად ვეკითხები, გაკვეთლები თუ არ გაქვს დამზადებული, მაშინ გტკივა მუცელი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს და თქვენს პაციენტებსაც. ჩვენ რამდენიმე წამში. და ყველა ჩვენ ტელემაყურებლებს ვუსურვებ, რომ ჯანმრთელად იყონ და ექიმი არ დაჭირდეთ. მადლობა. სოფო, მადლობა ისეთი საინტერესო რჩევებისთვის. ჩვენ კი რამდენად გაუხარდება მარიამს ეს ინფორმაცია, არ ვიცი, სკოლაში მოუწევს წასვლა ხვალიდან. მე მგონი არა მარტო მარიამს, მე მგონი ბავშვებს უკვე ყავზი ნაცარიში ჩაუვარდათ. ესე იგი 37 და 37.1 არ არის სიცხე, შეგიძლიათ წახვიდეთ, თუ სხვა გამოვლინებები არ გაქვთ და ცუდად აღზნოთ თავს. მოკლედ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. დღეს ჩვენ სტუდიაში გვყავს ადამიანი, რომელმაც ერთი პატარა ნაბიჯით მოხუცებისთვის დახმარების სურვილით დიდი საქმე დაიწყო. მას საკუთარი ძალებით მოახერხა თანხის შეგროვება და ამ ინიციატივამ ისეთი დიდი ტალღა შექმნა, რომ პროცესში სხვადასხვა კომპანიები ჩაერთნენ. სწორედ ეს არის ქველმოქმედების ძალა. ერთი ადამიანიდან დაწყებული სიკეთე ხშირად სხვებამდე მიდის და უკვე ბევრად უფრო დიდ ცვლილებად იქცევა და სიკეთე გადამდებია. ჩვენ არაერთხელ ვამბობთ ამ ფრაზას და სტუდიაში მოვიწვევთ ჩვენ სტუმარს ნათია თობჯიძეს, PR მენეჯერს. ნათია, მოგესალმებით, მოგბრძანდით. დღეში დაფის. ეს გაღებული სიკეთე ვიცი რომ პირველი არ არის, მაგრამ საიდან დაიბადა თავიდანვე ეს იდეა, ვისაუბროთ ამაზე და ეხლა რა უკვე გააშკარავდა, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ციდო და ძალიან ბევრი ადამიანი დაგეხმარათ. დიდი მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის, მოწვევისთვის, რომ მომეცა საშუალება ორიოდეს სიტყვით თქვენი მეშვეობით მადლობა გადაუხადო ისევ ამ ყველა კომპანიას, ვინც გაერთიანდა და არა მარტო კომპანიებს, მხოლოდ ჩემს ერთ სოციალურ ქსელში მყავს 77,000 გამომწერი საოცარი ადამიანები, რომლებიც ყოველ ჩემს თხოვნას ვინმეს დახმარებისთვის შეიძლება საკუთარ ოჯახს მიაკლონ, შვილს, საკუთარ თავს და ყველა იღებს თუნდაც ლარს და ამით ჩვენ ბევრი სიცოცხლე გადაგვირჩენია. მე ხშირად ვაკეთებ საქველმოქმედო საღამოებს და ონკოპაციენტებს ვეხმარები. საერთოდ ქველმოქმედება არ ჭირდება ხმაურიო, მაგრამ არის ხოლმე დახმარება ჭირდება ისეთ რაოდენობა ხალხს, რომ ჩემს შესაძლებლობებს აღემატება და უფრო დიდი მასშტაბებია საჭირო. მე როცა აქ ვიზიტი მქონდა ბათუმში რამოდენიმე დღე, ვარ PR მენეჯერი 17 წლიანი გამოცდილებით. ახლა წარმოვიდგინეთ ამ წლების განმავლობაში მე რამდენ კომპანიასთან მაქვს შეხება ადამიანებთან და ეს ჩვენი ურთიერთობა, ნდობა ესე გრძელდება და ნუ ყველაფერში მენდობიან და მომყვებიან და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ დავწერე ჩემს გვერდზე, რომ ახალი წელი არის ჯადოსნურ რაღაცებთან დაკავშირებული და სურვილების ახდენასთან და დავრეკე, ანუ ხიმშიაშვილზე არის წმინდა სათნოების სახლი არის სავანე, სადაც არის წარმოიდგინეთ 124 მოხუცი. ასევე არის თაყაიშვილზე კერძო ტიპის საცხოვრებელი, სადაც ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ზრდასრულები ცხოვრობენ. ეხლა წარმოიდგინეთ ამ რაოდენობას მე ვერ შევწდებოდი. და ძალიან გაუბრაზდი, თურმე მიუწერიათ რამოდენიმე სამ ცნობილ მაღაზიასთან ნაძვის ხესთან დაკავშირებით და უარი მიიღეს და ანუ არც გაიმეტეს. კი. ხო და აი მე დავდე პოსტი, რომ ვაპირებ ესე და ვინ შემომიერთდებითო. ნუ გარდა იმისა, რომ უამრავი კომპანია უკვე ნაცნობი შემეხმიან, ასევე ჩემი გამომწერები, რომელიც იმ დღეს გავიცანი და პირველად ვნახე ეს ხალხი, ვინმე თუ საერთოდ თავისი ნაწარმი რამე ქონდა, თანხასაც რიცხავდა, ნუ ძალიან მასშტაბური გამოგვივიდა. გარდა საკვებისა, იქ იყო ოპტიკა, რომელმაც უსაჩუქრა მხედველობისთვის სათვალეები, რომ შეძლონ ტელევიზორზე ყურება, წიგნების წაკითხვა, ასევე სამი კომპანია იყო ყვავილების მაღაზია, თქვენ არც რა სიფერადე და სიხალისე შევიტანეთ. ანუ ეს სოციალურ ქსელში რომ გააზიარეთ, მაშინ მოგწერათ ამ ადამიანებმა და არ დაგჭირდათ თუნდაც ინდივიდუალურად მისულიყავით და გეთხოვოთ მათთვის. იმიტომ რომ უკვე შეხება მქონდა და მენდობოდნენ და რა ვიცი, უდიდესი მადლობა ამ ხალხს, რომ ეს მათ გარეშე
ჩემი არც ერთი დახმარება, ვერ შედგებოდა და ვერც ანუ ეს ამ საქმეში როგორც ვატყობ, ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა გამოწერია თუ არა, როდესაც იცის რომ მისი ყველა და როცა იქ მივედით, ალბათ საკუთარი თავი დავინახეთ, ჩვენც დავბერდებით მალე. რაღაცები რომ მივიტანეთ, იმიტომ კი არტიროდნენ და უხაროდათ. ანუ ეს ყურადღება იყო მნიშვნელობა, რომ ისინი ჩვენ ისევ ვახსოვს. და გარდა ამისა, რამოდენიმე დღის წინ მთხოვეს რომ დამედო გოგონაზე, რომელსაც აქვს უმაღლესი ქულები, მაგრამ ვერ ახერხებდა სწავლის გაგრძელებას და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ფინანსური პრობლემის გამო. კი, ათში ჯაფარიძეს, რომ სრულად დაუფინანსა სწავლის საფასური. და ხშირად ვაკეთებ და ამ ხალხის ბედნიერებით მეც ვბედნიერდები და ეხლა გეგმაში მაქვს კიდე რომ უკვე ბავშვთა სახლი მოვინახულო და მაქვს მინდა ჩავრთო მარკეტები, საბავშვო მაღაზიები და ტანსაცმელები და იმედი მაქვს რომ ისევ შედგება ესეთი მადლიანი დღე. რა ვიცი, ჩვენი ეთერიც ახლა ვინც უყურებს, შეგიძლიათ მიიღოთ ამაში მონაწილეობა, მე მგონი არნაირი შეზღუდვა არ ექნება არც ერთ სურვილს. ვისაც აი მაგალითად რო ეს რაოდენობა გავიგე, სხვა შეიძლება ეს რაღაცნაირად შეაჩეროს, რომ ერთს რო გაუკეთო, იმას ხო ეწყინება და როცა ვერთიანდებით ყველაფერს შევძლებთ. ამიტომ არ უნდა ველოდოთ. ამიტომაც გახდა საჭირო სოციალურ ქსელში დაგეწეროთ. კი. დღეს სოციალური ქსელი არის ალბათ ყველაფრის აი როცა სწორად ვიყენებთ სოციალურ ქსელს, ჩვენ ხშირად გვაქვს გადაცემები, რომ აი მაგალითად გაჯედებთან დაკავშირებით დამოკიდებული როდესაც არის ადამიანი, მაგრამ სწორი გამოყენების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება რომ აი ადამიანები გავახაროთ. იცით, აი ძალიან საინტერესოა, რა იყო მათი მოთხოვნა. რაზე ოცნებობდნენ, თუნდაც აი რომ დაურეკეს, რა თხოვეს იმ კომპანიას, რომელმაც არ შეუსრულა. ნაძვისხე ელემენტარული და მარიეტა მაჭუტაძეს მინდა უდიდესი მადლობა უთხრა, არ დავასახელებ მის კომპანიას, მთელი თანამშრომლების ჯგუფი თავისი ხელით, რაც კი მოგვეწონებოდა საუკეთესო უმაღლესი ფასის ნაძვისხე სათამაშოები და როგორი სიხალისა შევიტანეთ, თავისით რთავდნენ და არ ვიცი, ძალიან დიდი ემოციები მივიღეთ ამ დღიდან და მე ვიცი ზუსტად, რომ ესეთი მადლი სამყაროში არ იკარგება და 1000 მაგაც გვიბრუნდება და ხშირად უნდა გავაკეთოთ. იცით რა არის ნათია, ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ორი დღის წინაც ვისაუბრეთ ქველმოქმედებაზე. ვისმენთ რომ ზოგადად ესეთი ადამიანები რაც უფრო ნაკლები იქნება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უფრო კარგი იქნება, მაგრამ რაც უფრო ვეძიებით უფრო მეტი და მეტი რაოდენობა ჩნდება. თქვენც ახლა აღნიშნეთ, რომ საბედნიეროდ ირგვლივ გყავთ ისეთი კარგი ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერა გამოგიცხადათ და გააბედნიერეთ ეს ადამიანები, მაგრამ მაინც არის რაღაც დანაკლისი, მაინც არის სადღაც მოუგვარებელი პრობლემა. კი სოციალური ქსელი თავის როლს ასრულებს, თქვენს როლს ასრულებთ, რამდენი ამბავი იქნება, რომელიც არ გაახმაურეთ, ეს ალბათ თქვენ იცით მარტო. ძალიან ბევრი გახმაურებული ამბავი ჩვენამდეც მოდის, მაგრამ როგორ ფიქრობთ, სად არის ყველაზე ღრმა პრობლემა და რა როლს ასრულებს ამ დროს საზოგადოება? ხშირად ამბობენ, რომ აი ქველმოქმედებას ხმაური არ უყვარსო. მე ვფიქრობ, აქაა ზუსტად პრობლემა. იმიტომ რომ ესეთი ემოციები, გაჟღერება საჭირო ამ კომპანიებს ჩემს გვერდზე კონკრეტულად რატო ვასახელებთ, იცით? რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და ესეთი კომპანიები მარტო ბიზნესზე კი არ ფიქრობენ, ბევრი სიცოცხლე გადაურჩენიათ და ჩვენ მაგ უნდა დავხარჯოთ ფული, ნებისმიერ მომსახურება მივიღოთ, იმიტომ რომ ესენიც არიან ერთეულები, მე ვფიქრობ. კი ბატონო. და ონკოპაციენტებთან როცა მაქვს შეხება, ხო, აი მათთან ყოფნის დროს, როცა ვხედავ რეებს გადიან, როგორ ბრძოლობენ, ხო, ასმაგად დაუფასე სიცოცხლე და ადრე თუ რაღაცაზე შემეძლო, დამეწუწუნა, ეხლა მეღიმება მართლა, იმიტომ რომ ყველაფერი არის 1000-ზე ხარისხოვანი და რა ვიცი, ჯანმრთელობას ფასი არ აქვს. ნამდვილად. ისე ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და დარწმუნებული ვარ, ყოფილა მსგავსი ფიქრით თითოეულ ადამიანში, რომ აი ესეთი ქველმოქმედება მასაც გაეკეთებინა თავისი ხარჯებით, თუნდაც შეიძლება არ ახმაურებენ, მაგრამ აი ამ ნაბიჯების გადადგმას ჭირდება სიმტკიცე, ჭირდება აი ეს უკან ადამიანების ჯარი, ესე ვთქვათ, რომ უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ. მინდა გავაზიაროთ, აი ეს პირველი თქვენი გადადგმული ნაბიჯი, აი ამ სიტუაციაში, როგორი იყო, აი
თუნდაც რომ აზრი მოგივიდათ, მაგრამ ამას შევიძლებ მაგალითად, რომ თუნდაც სამი ადამიანია, სამივეს რომ ერთნაირად გავუკეთო, გული არ დაწყდეს. ან როგორ იყო, იმიტომ რომ შეიძლება мотиваცია მივცეთ ეხა ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სული და არიციან როგორ დაიწყონ. მე ვფიქრობ, მე რაც გავაკეთე არის ჩემი შრომის დამსახურება, იმიტომ რომ როცა PR-ს ვაკეთებ, არ არის ეს მხოლოდ ანგარებაზე, ძალიან ბევრ ადამიანს უწყობ ხელს, ბათუმელებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩემი კონტენტი ზოგადად არის აჭარის წინ წაწევაზე და აჭარელ გოგონებზე, რომლებიც თავის ხელით ბევრ ამას აკეთებს და მქონდა ხშირად მაქვს ყველა მწერს და რასაც საქმიანობენ, სრულიად უანგაროდ ვდებ ჩემს გვერდზე, რომ იმათ დავეხმარო, გაიცნონ, გაიყიდოს მათი პროდუქცია და აქედან გამომდინარე, რამდენი რაღაცა უფასოდ გამიკეთებია და ეს იმხელა სიყვარულია, მე რომ რაღაცას ვწერ ან ვიტყვი, ხო, უკვე ყველა მომყვებ. ეს არის ალბათ ჩემი დამსახურება, არ ვიცი. ალბათ არა ნდობა უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ როდესაც იციან ალბათ თქვენი განვლილი ნაბიჯები, შემდეგ მარტივია რომ მოხუცები, რასაც ტელევიზიით უყურებენ და ისმენენ და ვერ შეწდებოდნენ სპეციალურად ისეთი კომპანიები ჩავრიე, რომ მისთვის მაგის დაგემოვნებაც კი სიახლე იქნებოდა რა. და იყო უამრავი, ვერ აგიხსენებთ, მაგ კიდე არც გვეცალა რომ დაგვეფიქსირებია ნამდვილი ემოციები და თვითონ მამაოს სიტყვებმაც გაგვაოცა, რომ პირიქით გაუხარდა, რომ ეს დააფიქსირეთ, გააჟღერეთ, რომ ამ ადამიანებს აკლია ყურადღება. ელემენტარული ვინც ახლა გვისმენს და ვინც პრინციპ სოციალურ ქსელშიც გნახავს, მარტივად შეუძლიათ გიპოვონ Facebook-ზე. კი. მოგწერონ, ვისაც გაქვთ სურვილი ჩაერთოთ ამ მნიშვნელოვან საქმეში, ჩაერთეთ სანამ დაუშვათ ჩვენი სახელმწიფო საბოლოოდ მომწიფდება იქამდე, რომ ის 300,000 ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვას ქვემოთ არიან, ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ეს პრობლემა გაუქმდეს არა ადამიანების გაქრობით, არამედ პირიქით სოციალურად გაძლიერებით, მანამდე ჩვენი საზოგადოების, იმიტომ რომ სახელმწიფო ჩვენც ვართ, ჩვენი ვალია ვიდეოშიც გავაჟღერე, რომ მხოლოდ სახელმწიფოს არ უნდა ველოდოთ თითოეულმა ეს არის მენეჯმენტის ნაწილი ამ ქვეყნის და ახლა მარტო სხვას ვერ შეტენი პასპორტგებლობას კონკრეტულად ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ახლა არ ვიცი წითელზე რომ გადადის ადამიანი და არ იცის, შეხა დაელოდები რომ ვიღაცა მიქიდან უიდეს და გააჩეროს და ოთხას გადადიხარ თუ უბრალოდ ხელში მოკიდებ ხელს და არ შეაგდებ მანქანის ქვეშ, ხო? ამ შემთხვევაში გაქვს საშუალება ნათიას დაუკავშირდეთ. ნათიასთან ერთად ეგამბა. იცოდეთ რომ ასმაგად დაგიბრუნდება. აი რაღაცა მქონდა თემა ცხოვრებაში, რაც არ გამომდიოდა და ეგ რო დავწერე, რო არ ველოდებოდი, აი მომივიდა იმასაც თანხმობა. ესე იგი იქ ზემოთ ვიღაცა რაღაცას ისმენს და თან გიბრუნებს. კი ბატონო, ეს ასმაგი мотиваცია ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ, გვერდში დგომას გისურვებთ იმ ადამიანების მიერ, ვინც თქვენ ახლა ძალიან თქვენ არა, იმ ადამიანებს ჭირდებათ, რომლებიც შეიძლება რომ არ გვახსოვდეს და გვავიწყდებოდეს ხანდახან. მადლობა ჩვენ სტუმარს და ჩვენ რამდენიმე წამში ისევ დავბრუნდებთ. ახლა საზოგადოებაზე ვლაპარაკობთ, საზოგადოებები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სხვადასხვა კულტურული ფენომენებით, რომლებიც არსებობს ეროვნული განსხვავებები და არსებობს შეიძლება არ იყოს ეროვნული განსხვავებები და ერთ ტერიტორიაზე მაგალითად ბევრი განსხვავება იყოს, მაგალითად როგორც თუნდაც საქართველოშია, ხო? ერთ-სახე 60,000 კვადრატული კილომეტრი ქვეყანაა და იმდენი განსხვავებული კულტურაა, ამის საერთო ენაზე რო ვლაპარაკობთ, ითხოვდით რამდენი, ასე ვთქვათ, ერია ამ ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ვაპირებთ იაპონურ კულტურაზე ლაპარაკს, ალბათ კონიჩუა თვითონ დამეწყო ლაპარაკი, მაგრამ ეს ერთადერთი და ერთი ორი სიტყვა რაც ვიცით იქნებოდა უბრალოდ ბაკიბუკი. შესაბამისად ვილაპარაკებთ იაპონური კალიგრაფიის შოდოს უფასო მასტერკლასზე, ვისაც მოგწონთ იეროგლიფები და ეს ხელოვნება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აზიაში ზოგადად კალიგრაფია აყვანილი არის ხელოვნების დონეზე და არა უბრალოდ წერაზე, ხალხი იქ სწავლობს, მახსოვს ფილმებშიც კი მინახავს, როდესაც დაუშვათ იქ მოფარიკავე აუცილებლად ფლობდა კალიგრაფიის ხელოვნებასაც, იმიტომ რომ აი უბრალოდ რომ ეს მოთფინებას ავითარებს, ინტელექტს ავითარებს, რა თქმა უნდა, და სტრატეგიულ აზროვნებას. შესაბამისად, ამაზე ვილაპარაკებთ ქალბატონ ნინო კაკაბაძესთან, საგანმანათლებლო ცენტრის თანადამფუძნებელთან. მოგესალმებით. და ასევე რა თქმა უნდა იაპონური ენის მასწავლებელთან. მოგესალმებით. კონიჩუა. ანუ სწორად თქვი, ხო? ცოტათი შეცდომა იყო. ხო, მე მახსოვდა რომ ჩი არა ში თქვითო და კი ბატონო, თუმცა
ინტერნეტზე კარგი იყო. ანუ რაღაცა გამოვა. ინტერნეტზე ნამდვილად კარგი იყო. რაზე არის საუბარი ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მოგვიყევთ თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ კი ბატონო. როგორც აღნიშნეთ, იაპონური მასტერკლასი შოდოს მიმართულებით ჩატარდება ბათუმში და ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, რომ იაპონური ენა, თუნდაც კულტურა ასიური მიმართულებით საკმაოდ ფესვით გამშვენში და ინტერესიც უფრო იზრდება. შესაბამისად, გესაუბრებით ალბათ შოდოზე, ალბათ დაინტერესდებოდით თუ რას ნიშნავს შოდო. ეს არის იაპონური ხელოვნება, წერითი ხელოვნება, რომელსაც ესე პირდაპირ თარგმანი არის ლამაზი წერა, ან ტრადიციული იაპონური ხელოვნება წერით ან კალიგრაფიით, კანჯით, იეროგლიფებით იწერება და შესაბამისად ძალიან დიდი კულტურა და ესეთი ისტორია აქვს იაპონიაში. ისტორიის კუთხით ალბათ თქვენთვის საინტერესო, მსმენელისთვის საინტერესო იქნება და იმათთვის, ვინც დაგვესწრებათ მასტერკლასზე, იქნება თუ რატო, როგორ განვითარდა ეს ჩვენში და რატო გადაწყდა, რომ შესაძლებელია ბათუმშიც ჩატარდეს. ასაკი არის თუ არა შეზღუდული? ასაკი არ არის, რა თქმა უნდა, შეზღუდული, რადგან ეს ფართო სპექტრზეა მიზანმიმართული და შესაბამისად ყველას პროფესიის მიუხედავად შევძლიათ, რომ დაგვესწრონ. ეს პირველად ტარდება ბათუმში და ვიმედავ რომ თუ სამომავლოდ კიდევ ჩატარდება. რატო გითხეთ ახლა? ბოდიში პატა? მოკლედ ძალიან დაინტერესებულია ახალი თაობა, მოკლედ ამ კულტურით და ეხლა ბავშვობაში ჩემს ირგვლივ მე არ მსმენია რომ აი ვიღაცა იაპონური კულტურით დაინტერესდა დამწერლობით, სამწუხაროდ, მაგრამ აი ეხლა ძალიან ბევრი ჩემი მეგობრის შვილი დაინტერესებულია და წასვლაც კი უნდათ, რომ ეზიარონ ამ კულტურას საზღვრებს გარეთ. აი თაობა მაგალითად 9, 10, 12, 13 წლის ფილმებსაც კი უყურებს ამ კულტურის დამწერლობაზე, ხო, აი გაფაციცებული უყურებენ და ალბათ რომ გაიგებენ ამ ინფორმაციასაც ძალიან გაუხარდებათ და ასაკიც ამიტომ ვიკითხე ჩემი ქალიშვილი 12 წლისა და დიდი სიამოვნებით მოვიყვან მაგალითად. რატომ არის მაინც და მაინც დაინტერესებული ეს ახალი თაობა? რა პოპულარიზაცია მოხდა ამ კუთხით? ჩემი აზრით ალბათ გეცოდინებათ ანიმე, როდესაც იაპონიაზე ვსაუბრობთ, ერთადერთი კულტურის ნაწილი არის ანიმე და მანგა. აი განსაკუთრებით ბავშვებში და მოზარდებში, უფრო ალბათ ამ ანიმე კულტურის საქართველოში მყარად შემოტანამ და პოპულარიზაციამ გამოიწვია ინტერესიც. თუმცა იაპონია ანიმეთი და მანგათი არის საზღვრება, ის საზღვრება ისეთი კულტურაც, რაც ჩვენთვის საკმაოდ უცხოც შეიძლება იყოს. არ ვიცი რამდენად გსმენიათ ჩაის ცერემონია მაგალითად. რამდენად გსმენიათ სხვადასხვა ღონისძიებები, რიტუალები, რაც კი შეეხება ტრადიციულ ისტორიულ იაპონიას. ეს ყველაფერი სწორედ აი ამას უკავშირდება, ალბათ ფილოსოფიაც, კულტურაც, იკიგაი, ძენ ბუდიზმი. კი ბატონო, კიმონო და ასე შემდეგ. მაშინ მართალი იყავი 90-იანებში იაპონური კულტურიდან რაც ვიცოდით, ეს იყო ხმალაობა და სეპოპუ. მე პრინციპში არც არავინ იცოდა და ფილმებში ამას გაწოდებული. ჩემს ესე ვიხატავდი ხოლმე წითლად თავის გოგოები ჩვენ შემთხვევაში რიტუალური თითქოსობა და ხმალაობა იყო ხოლმე. გაცილებით მეტია, ხო? მე ახლა მაინტერესებს ისევ შენს კითხვას გავიმეორებ მე. ეგოცენტრულ კულტურებს შორის, ვინ პირველ ხუთეულში შევდივართ ჩვენ, ხო, ქართველები. ისე რომ ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი კულტურა უპირატესია და რამდენიმე ერი ვარ სულ სოფლიოში ასეთ რომლებიც ვთვლით რომ ჩვენ ეს იქით თუ არაფერი არა. როგორ დავინტერესდით ზოგადად სხვა ეროვნების კულტურით და მით უმეტეს იაპონური, რომელიც ჩვენგან შორსაა, ხო? კი ბატონო, მოდი ქართულიდან დავიწყოთ. როდესაც ვიღაცა არის დაინტერესებული ჩვენი კულტურით, პირველი ის რაც გახსენდებათ, აი თქვენი აზრით რა შეიძლება გაგახსენდეთ საქართველოსა და ქართულზე, როცა გეკითხებიან. აი რატო საქართველო ან რატო? მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში საახალწლოდ იაპონური ვოკალური გუნდი რომ ღერო და მრავალჟამიერს და მაშინ პირიქით ხოლმე ანუ ხალხი რომელიც შესახებ მართლა არაფერი არ იცი, ვიღაც იაპონელები მღერიან ქართულად, ხედავ იქაც. კი ბატონო. ახლა პირიქით ხდება. კი ბატონო. აი მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ცნობილი ხდება საქართველო იაპონიისთვის, თუნდაც ჩვენი სპორტსმენებისთვის, ჩვენი გუნდებისთვის, აი ტოშინოშინი ყველასთვის ცნობილია, თუნდაც ეგრო ავიღოთ მაგალითისთვის. ანუ ბიჭებში სპორტის მიმართულებით, ხო, ოლიმპიადები და ასე შემდეგ, ჯუდო, კარატე და ეს ყველაფერი იაპონიასთან და აზიასთანაა დაკავშირებული. ქართული კაბუკი თეატრი ჩვენ არ გვინახავს. კი ბატონო, აი ეგ. თუმცა აი თუ შევადარებთ ორივეს თუ რატო შეიძლება დაინტერესებს ადამიანი საქართველოთი და რატო შეიძლება დაინტერესებს
იაპონიეთი, აქ შეიძლება ერთი პასუხიც იყოს. მასპინძლობის მიმართულება ორივეს საკმაოდ ერთნაირად გვაქვს. მასპინძლობა ჩვენთან უფრო მაღლა დგას, თუმცა იქ სერვისი დგას, როდესაც ორივე ერთად შეიძლება შეირწყას საინტერესო ერთობლივი ჰარმონია გამოვა ქვეყნებს შორის. იაპონიას თუ დაუბრუნდებით, თქვენ ახსენეთ თუნდაც თქვენს ბავშვობაში ბიჭებისთვის ბრძოლები და ეს სამურაები და ჩხუბი და ნინძები იყო მნიშვნელოვანი. ქალბატონებისთვის ალბათ უფრო ესეთ დახვეწილი კიმონო, გრიშა, გრიმი, ქოგა და ასე შემდეგ იქნებოდა ცნობილი. ეს ყველაფერი იმ კულტურის ნაწილია, რომელიც დღემდე შემოინახა იაპონიამ 22 საუკუნის ქვეყანამ და ალბათ მომავალშიც კიდე გააგრძელებს ეს, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობენ ახალგაზრდებში ჩადონ ის რესურსი, რომ სკოლიდანვე მოხდეს ამ ყველაფრის შენარჩუნება და შემდგომ სადაც კი წავა ინტერესის სფეროდ, არა უბრალოდ რომ მე ჩამოვედი და აი იაპონია უნდა გაგაცნო, რამე თუნდაც საუბარში დიალოგში მოვა, ის უკვე თავის კულტურაზე ისაუბრა, როგორც ჩვენში არის სადმე რომ წავალთ, საქართველოს გავიგონებთ, საქართველოს ვსაუბრობთ. ეს ყველაფერი სწორედ აი იმ კულტურასთან არის დაკავშირებულსაც შოდოს კალიგრაფია ეწოდება, რომელიც მალე ბათუმში იმედია უკვე ხშირადაც ჩატარდება. და ეს გამომდინარეობს იმათ ფილოსოფიიდან, რომელსაც იაპონელები და აზიელები ზოგადად ესიარებიან და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. შოდო შეიძლება მიახსენო როგორც დამწერლობა და რაღაცა ხირებულება, რომელსაც გადმოვიტანთ ფურცელზე სხვადასხვა სიმბოლოთი, თუმცა ამას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს უკან. ეს არის სინთეზი იმ ნაწერსა და იმ ადამიანს შორის, თუ ვინც ქმნის და ვინც წერს, თუ როგორ ვიყენებთ ფუნჯს, როგორ ვიყენებთ მელანს, რა გადმოგვაქვს ფურცელზე, რა გვინდა რომ დავწეროთ და გადმოვცეთ. ანუ ყოველდღიურობაში შეიძლება არ შევხვდეთ ადამიანებს, რომლებიც ესე დავწერს და გავიგოთ რა დავწერეთ. ხო, აი დავწერთ დიდი სულია ძალიან. საერთაშორისო ამაზე ძალიან ბევრი ხუმრო ვნახე სოციალურ ქსელში ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც აი ერთი პერიოდი ძალიან მოდაში იყო ტატუები, როგორც და მე როგორ თითქოს და ეხუბრებიან აზიელები ევროპელებს, რომ იწერენ აქ ინგლისური ასოებით წყალი მაგალითად რაღაცა და აი ასე გიწერია თუ კი, ეგ ერთ-ერთი სპეციფიკა შოტოს კუთხით, რადგან იეროგლიფები უნდა გამოვიყენოთ მან და ყველა იეროგლიფს თავისი დატვირთვა აქვს. ანუ არის სიტყვები და იეროგლიფები კანჯის, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, როდესაც მარტო დგას და ერთ სიტყვას კონკრეტულად ერთი იეროგლიფი გვაცნობს. თუმცა თუ მას სხვა იეროგლიფს დავუმატებთ, ის ასევე სახელსაც იწვევს, ასევე წარმოდგენილი იეროგლიფია ბადა. არ ვიცი, მე მახსოვს რომ 2000 უნდა იცოდე რომ რაღაცა დაწერო, 7 უნდა იცოდე თუ კარგად გინასაუბრობდე და კიდე უფრო მეტია თვითონაც ბევრმა იაპონელებს ამბობენ რომ დაახლოებით 20.000-მდე, მაგრამ ეს უმეტესად სადღაც საშუალოდ 50.000-მდე არის, მდე არის, რაც როგორ არის იცი, ასე თუ ისე გამოიყენება, ოღონდ რა კუთხით, აი წიგნების დაწერის დროს, ან რაღაცა ცნობარების და შემთხვევაში, ანუ საჯაროდ რო გამოიყენება, თუმცა არის ცნება, რომ 2500-მდე კანჯი თუ იცით, ანუ ჩათვალოთ, რომ შედარებით გაგიმარტივდებათ. გაქცეულ იაპონელს მოაბრუნეთ. 2500 იეროგლიფი ითვლება სტანდარტულად საწყის იეროგლიფების ცოდნად, რითაც შეგიძლიათ წაიკითხოთ, დაწეროთ და ისაუბროთ, იმიტომ რომ ანუ ერთი იეროგლიფიდან მოდი ესე ვთქვათ, დაახლოებით 20 სხვადასხვა სიტყვა შეგიძლიათ აწარმოოთ. შესაბამისად 2500 იეროგლიფიდან მარტივად შეიძლება ჩაშალოთ კიდევ სხვა რამდენი სიტყვი შესაძლოა. კარგით, ესე იგი მივხვდით, რომ ურთულესია და ძალიან რთულია და ვერასოდეს ვერ ვისწავლი, მაგრამ რაღაცა მაინტერესებს. ჩვენ წეღავს საუბრობდით თუ რამ შეიძლება ჩვენზე გავლენა მოახდინოს, რომ გაგვიჩნდეს ინტერესი როგორც ქვეყნის, ასევე დამწერლობის მიმართ. საინტერესოა აი თქვენზე რა მიმოქმედა, რა მოახდინა გავლენა რომ ასე შეიყვარეთ მათი დამწერლობაც, ქვეყანაც, სავარაუდოდ ისტორიაც, აბსოლუტურად ყველაფერი გეცოდინებათ იაპონიის შესახებ. ხართ თუ არა ასევე ნამყოფი მაინტერესებს? მოდი ბოლო კითხვიდან დავიწყებ. ჯერჯერობით არა ნამყოფი და გეგმობრივად მაქსიმუმ მალე ჩავიდე და მოვინახულო, რაც შეეხება ინტერესს, ამას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, რადგან ეს პირდაპირ პასუხი არ მაქვს თუ რატო და რითი დავინტერესდი. ბოლოს სადღაც 8 წლის წინ განვაცხადე, რომ მე იაპონიაში მინდა, იაპონია მიყვარს და მორჩა. აი ამ 8 წლის განმავლობაში, რაც უფრო უბრუნდები იმ დღეს, როდესაც ეს დილით განვაცხადე კლასში, უფრო ვფიქრობ, რა იყო მიზეზი, რომ დავინტერესდი. 8 წლის წინ ახსენეთ, 8 წლის წინ სავარაუდოდ ასეთი დაინტერესება არ იქნებოდა საქართველოში, იაპონიის. საქართველოში
აჭარაში მინიმუმ ბათუმში შემიძლია ვთქვა რომ ჩემს ირგვლივ წრეში საერთოდ არ იყო. ნუ ის სტერეოტიპი იყო რომ ჩინური, იაპონური თუნდაც კორეული და სხვა ენები არის ჩინური და დამთავრდა ეგ მოდგომა იყო. ზოგადად 33% სწავლაც კი გვეზარებოდა ხანდახანდა. აი დაახლოებით ეგ იყო ჩემს ირგვლივ, ნუ აქეთ უკვე სხვაგან არ ვიცი და მე რო დავფიქრდი ეგ იყო არა მარტო ანიმე და მანგა რომლის ბავშვობიდან მაყურებელი ვარ და ვკითხულობ, არამედ იყო ის კულტურა, ოღონდ ურთიერთდამოკიდებულების კულტურა უფრო ადამიანებს შორის. და ეს იყო ყველაზე საინტერესო რამაც გამოიწვია ინტერესი. ძალიან კარგი. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ რეკლამა და ჩვენ სტუმარს ისევ დაუბრუნდეთ ამ საინტერესო თემით. ჩვენ ამ საუბრიდან მივხვდით, რომ ანუ ეს მოთმინება რაღაცა თეორიული ნაწილი კი არა, აი ფრაზის რომ მოთმინება გჭირდება, მოსწავლება, ანუ თვითონ ამდენი 1000 იეროგლიფის სწავლის პროცესში თვითონ გაგივითარდება გინდა არ გინდა მოთმინება, იმიტომ რომ ხა 7 კი არა, ახლა რამდენიმე იეროგლიფს რო შევხედე, ის რამდენიმე რო დავწერო, ჩემნაირ მოუთმენელმა ადამიანმა ალბათ ახალ უნარს შევიძენ ნებისმიერ ასაკში. დაჯღაბნით შეიძლება. ხო, ანუ ეს ხო უნდა გააგებინო ადამიანს რა დახატე. ერთია რომ ერთი წყარი არასწორი და შინაარს ეგრევე აბსოლუტურად სხვა შინაარს. კალამს იყენებენ იქ. რა თქმა უნდა, კალმითაც ცხოვრება. ანუ მე იეროგლიფის კუთხით არის ფუნჯი და მელანი, ფუდე და სუმი. ფუდე არის ფუნჯი, რომელთაც წერენ და სუმი არის სწორედ ის შავი მელანი, რომელსაც იყენებენ. უმეტესად აზავებენ წყალში და შემდეგ ფუნჯის მეშვეობით წერენ. აი დამწერლობის კუთხით. სხვა შემთხვევაში არ გამოვიდოთ ასეთი ლამაზი, ხო? კი, ანუ ბევრი ვარიაცია აქვს სხვადასხვა დაწერის, არის თავისი სტილი, ანუ კვადრატული, რომელიც ზუსტი არის, ოდნავ დახრილი, რომელიც შედარებით თავისუფალი და სწრაფად დაწერადია და უშუალოდ დახრილი, რომელიც ყველანაირი კანონს. საღებავის შექმნის პროცესიც ცალკე რიტუალია, რაც გვაქვს დანახი იგივე სოციალურ. კი ბატონო, დღესდღეობით თანამედროვეობაში გვხვდება უკვე თხევადი, ჩვეულებრივი, მაგრამ არის თავისი ჩხირი, მელინის ჩხირი, რომელიც თავის დასადებში, სუმის დასადებში აუცილებლად უნდა შევაზავოთ წყალში და შემდეგ უკვე ფირფიტებით მოხდება მელინის დამზადება. და მნიშვნელოვანია აქ თვითონ ფურცელიც, იმიტომ რომ როდესაც მელანს ჩვენ ვიღებთ აი ესეთი გაზავების მეთოდით, უნდა იყოს ცოტათი ალბათ სქელი, რომ არ გამოშონოს ხშირად ბავშვობაში მქონდა შეხება მელანთან. ძალიან მიყვარს აი ეს კალიგრაფიის ეს მქონდა ინტერესი ყოველთვის და სპეციალურად ვაყიდინე მშობლებს ცალკე მელანი და ეს სპეციალური კალამი. კი ბატონო, ანუ პრიალა ზედაპირი არ უნდა გქონდეს და უმეტესად ტრადიციული აი თუ შეგვიძლია რომ გავაჩეროთ მაგალითად ახლა ეს ფოტო და ან რომელიმეზე რო გვითხრათ აი მაგალითად რა წერია ერთ რომელიმე კონკრეტულზე. კი ბატონო, აქ ერთ-ერთი კანჯი იყო, არ ვიცი, თუ დაბრუნდებოდა, სწორედ შოდოს ერთ-ერთი კანჯი იყო, აი თუ გამოჩნდება, გეტყვით რომელია. რაც ნიშნავს გზას. აი იქით ნახეთ, აი მადაკარის მარჯვენა მხარეს ეს ჰირაგანას დამწერლობა. ფუნჯით დაწერა იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იეროგლიფები უნდა გამოიყენო. მოგეხსენოთ იაპონურს აქვს 3 დამწერლობა, ჰირაგანა, კატაგანა და იეროგლიფები, რომელიც ერთდროულად გამოიყენება და ანუ ერთდროულად შეიცაძლებელია ფუნჯითვე გადმოცეთ. სხვაობა რაშია? სხვაობა არის იმაში, რომ კანა, ანუ ჰირაგანა და კატაგანა მარცვლოვანი დამწერლობით არის, ხოლო ანუ იეროგლიფი ამ შემთხვევაში მარცვალია. ანუ იეროგლიფი ამ შემთხვევაში არის სიტყვა. ხო. სიტყვა. ხოლო ჰირაგანა და კატაგანა არის უშუალოდ აი ამბანური მარცვლოვანი დამწერლობა, რომელსაც თავისი სტრუქტურა აქვს. შესაბამისად, როდესაც იაპონურ სიტყვას ან წინადადებას ვადგენთ, კანჯით ვიწყებთ, ძირითადი ნაწილი სიტყვების იწერება კანჯით, გრამატიკული ნაწილი იწერება ჰირაგანათი, ანუ იმ მარცვლებით და კატაგანათი ვიყენებთ უცხოურ სიტყვებს, სახელებს და ასე შემდეგ. ეს ყველადღურობაში ჩვეულებრივად გამოიყენება. აი ამ კონკრეტულში აი მეორე ფურცელზე თუ ხედავთ ორი მარცვალი რო არის, ის არის ჰირაგანას მარცვალი. ეხლა უცებ რო შევხედე მაგაზე მან გამახსენდა. აი აქ მაგალითად სხვადასხვა იეროგლიფებია, რომელიც სხვადასხვანაირად შეიძლება წაიკითხოთ. კი, ყველა ერთდროულად. აი თქვენ ახსენეთ, რომ პედაგოგი ვარ, რომ მაინტერესებს ბავშვების დაინტერესება თქვენი დაკვირვებით და თუ დაძლიეს ეს სირთულე. სირთულე, ესე ვთქვათ, დაძლიეს თქო არა, ანუ ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ იეროგლიფი რაც თქვით, ეხა მარცვალი და ისეთი აღფრთოვანებით ხატავენ, რომ გონიათ, რომ მარტო კი არ სწავლობენ ამ ენას, ესე ვთქვათ, არამედ
თან ხატავენ რაღაცა ისეთი მაინც არტი თემატიკა გამოდის. კი ბატონო, ჩემი მიდგომა ზოგადად ბავშვ პატარებისთვის არის ის, რომ მეტად გავამახვილო ყურადღება ჯერჯერობით საუბარზე, იმიტომ რომ ძალიან რთულია სამი დამწერლობის ერთდროულად შესწავლა. და ზოგადად სტანდარტულადაც ეს არის, რომ ჯერ ორი დამწერლობით, ანუ ჰირაგანა გადაგანეთი ვიწყებ და შემდეგ უკვე ჯერდება კანჭით. თუმცა რამდენიმე დღის წინ უკვე მათი სახელები იეროგლიფები დავაწერია და უნდა ეს სახეები არასდროს არ დამოვიწყო, რამდენად გაოცებულები იყვნენ თუ როგორ შეიძლებათ რომ მათი სახელი დაახლოებით 5-6 კანჭით ან 1 კანჭით დაიწეროს და აი როდესაც გადაქონდოთ ფურცელს ის ნიშნულობა აქვს დაწერის თანმიმდევრობას რომელი ხაზი პირველი წერება და ასე შემდეგ. თანმიმდევრობით დაწერას ვერ შეძლეს თავისთავად, თუმცა ის აი ბედნიერი სახეები არ ვიცი როგორ გქონდათ და მეთქი ანუ სწორ რაღაცას ვაკეთებთ ამ მასტერ კლასს ისე ეგეც გაგვიზიარეთ ანუ ზემოდან ქვემოთ იწერება? ზოგადად იაპონური დამწერლობა იწერება მარჯვნიდან მარცხნივ, ზევიდან ქვევით. ანუ 100 კი ბატონო, ზევიდან ქვევით, მარჯვნიდან მარცხნივ. ეს არის ტრადიციული სტანდარტული იაპონური დამწერლობა, თუმცა როგორც ჩვენ წერთ მარცხნიდან მარჯვნივ ჰორიზონტალურად ესეც შექმნება ტექსტები თანამედროვეობაში კი ბატონო. ნინო ესე ალბათ რთული იქნებოდა მაშინ SMS-ის მიწერა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ასე აი დაახლოებით ესე იწერება, ნუ ეს უკვე არის გადაღწნილი წერა რომელიც ეს ფურცელზე ახლა ხო. ფურცელზე ეხლა რა დაიწეროთ ფუნჯით, შეგიძლიათ ფუნჯითაც ესე დაწეროთ, თუმცა აუცილებლად წაკითხვის მეთოდი იქნება მარჯვნიდან მარცხნივ. კარგი, მაგნევთ. ისე უნდა გავამახვილოთ 1300-ზე ყურადღება ჩვენ ხუთური ვერ მისწავლია სკოლაში თავის დროზე. რაღაცა 1.38 ასო ქონდა რაღაცა ის ვერ მისწავლე და 33 გიხარობდა კიდე ვამბობთ რომ ზედმეტი ასოები და ხალხი 50,000 ეურო მისწავლობს აგერ. ნინო, რაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება იცით ახლა მე რომ ბავშვი ვიყავი, სულ მეუბნებოდი რომ მშობლები თუ ნათესავები ბებიები რომ აი უნდა ვისწავლო ინგლისური, უნდა ვიცოდე რუსული, რაც უფრო მეტი ენა მეცოდინებოდა, უფრო განათლებული ვიქნებოდი, უფრო წარმატებული ვიქნებოდი შემდეგ. იმიტომ რომ ახლა ჩვენ ხშირად საუბრობთ, რომ ახლა ინგლისური არის საერთაშორისო ენა და სად შეიძლება წახვიდე რომ დაიკარგო და ასე შემდეგ და ნუ ცხოვრებამაც რაღაცა ასეთი ის შემოგვიტანა, თუმცა ბოლო პერიოდში ინგლისური აღარ გახდა აღარ არის უკვე ერთ-ერთი მთავარი ენა, რომელიც ადამიანებს ჭირდებათ. დაახლოებით 4 წლის წინ უკვე გავიგე რომ ბავშვების ინტერესი გაჩნდა ჩინური ენის მიმართ, იმიტომ რომ აი ჩინეთი ისეთი, ანუ გავიგეთ რომ ანუ ბიზნეს სექტორები ყველაფერი კი ბატონო, აეწყო რაღაცა თითქოს ჩინეთმა დაიპყრო მთელი დედამიწა. მე იქ სხვადასხვა ენები შემოვიდა ისე. ახლა ავლაპარაკდით იაპონიაზე და იაპონურ ენაზე. აი ახლა მოზარდები, რომლებიც ემზადებიან სტუდენტობისთვის და მოუწევთ რომ არჩევანი გააკეთონ, მიიღონ განათლება, როგორი ცხოვრება სურთ, რა პროფესია სურთ, ამ ყველაფერს ხო აკვირდებიან, რა ხდება მათ გარშემო, რა ხდება სამყაროში და ამის როგორ თქვა, ამის გათვალისწინებით უკვე აკეთებენ ხო არჩევანს. აი რამდენად მარგებელი იქნება ახლა იაპონური ენის შესწავლა და აი მაგალითად ჩვენი მომავალი სტუდენტების იქით ცოტა ხნით წასვლა. ანუ რა ბენეფიტს მოუტანს სტუდენტებს კონკრეტულად? ძელი კითხვა გამომივიდა ბოდიში. ძალიან საინტერესო და კარგი კითხვა, იმიტომ რომ ენებს შეეხეთ და როდესაც ენებს ვეხებით, აქ ვერ განსაზღვრავთ ენების მომავალს, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ დაახლოებით 4 წლის წინანდელი სურათი, სადაც ინგლისური დომინანტი ჯერჯერობით, თუმცა ინგლისურთან ერთად 4 წლის წინ დაახლოებით ჩინური და ესპანური ენა იყო დომინანტი. ანუ ჩინური და ესპანეთი უნდა გამხდარიყო ინგლისური ენის ჩამონაცვლებელი ენა, თუმცა ეს მოცემულობა შეიცვალა და ესპანური ენა ჯერჯერობით ესე ჩამოშორდა და დაგვრჩა ჩინური ენა. და ჩინურთან ერთად გაჩნდა ინტერესი კორეული ენის მიმართ. ანუ ეს გამოიწვია იმან, რომ აზიის კულტურა უფრო წამოვიდა დასავლეთში, უფრო მეტი ეცნობა აი აზიურ კულტურას და შესაბამისად ენის ადაპტაციაც უფრო უკეთ ხდება. რაც შეეხება იაპონურს და იაპონურ ენას დასავლეთში ჩვენთან, დასავლეთ საქართველოში თითქმის არ არის ინტერესი, ან თუ არის ინტერესი, არ არის ცნობადობა, რომ შესაძლებელია შეისწავლონ, შესაძლებელია რომ უფრო განვითარდეს, მაგრამ რაც შეეხება აზიურ ენას და კონკრეტულად ავიღოთ იაპონური ენა, ეს ენა გაძლევს საშუალებას საკუთარი თავი გამოცადოს სხვადასხვა მიმართულებით. თუ ჩვენ ლათინურ ენას ვსწავლობთ და ის ნაცნობია ჩვენთვის და შედარებით მარტივია, ეს სრულად უცხოა.
სამი დამწერლობით ენის შესწავლა გაძლევთ იმის უნარს თუ რამდენად მომთმენი ხარ, რამდენად შენ შეგიძლია რომ სადღაც კონკრეტულ მომენტში არ დანებდე და რაღაცა გააგრძელო. და როდესაც მე ვსწავლობდი და მქონდა შეხება და თუნდაც წერ ხო? ყოველთვის ვაკვირდები თუ რამდენად შემიძლია მეტი გავაკეთო. იმიტომ რომ როდესაც ვუყურებ, რასაც ვწერ, უფრო მეტად მიზიდავს ის თუ მეტი როგორ დავწერო. ანუ ამის შეგრძნებას გაძლევს სწორედ ესეთი ენები. ჩვენთვის უცხო ენები. მე ახლა მივხვდი რომ ზარმაც იაპონელებს ძალიან უნდათ ქართველობა, იმიტომ რომ სულ რაღაც 33-100 ექნებათ სასწავლი. უნიფიცირებული ენა, სადაც გერა და 100 ერთმანეთს შეესაბამება ერთ-ერთში. შეუძლებელია ქართული დამწერლობა იცოდე და წერო არასწორად. იმიტომ რასაც ლაპარაკობ, იმას წერ. კუთხურად ლაპარაკობ, კუთხურად წერ. ნებისმიერი ადამიანი გაგება. კარგია, როდესაც სწავლობ 50000 იეროგლიფს და ხვდები რომ შეთან ძალიან დიდი მადლობა. ზარმაცო იაპონელებო მოგესალმებით, ჩამოგზავნეთ. კეთილი იყოს თქვენი ფეხი. პატამ ახლა ქვეყანას გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს, როდის იქნება, რომელ საათზე და თავი დასწრება უფასოა. კი ბატონო. შოდოს მასტერკლასი იქნება 21 დეკემბერს პირველ საათზე ქვის აკადემიაში სტეფანე სუბალაშვილის 18 ნომერში და ნუ ყველას კარები ღია. აქვე ყურის ძირში. აქვე ყურის ძირში. ძალიან დიდი მადლობა წარმატებად თქვენ მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ჩვენ კი რამოდენიმე წამში დავბრუნდებით. ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი BAFI ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უკვე გამოირჩევა რამოდენიმე ნამუშევარი, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. ასეთია მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ტელეგრამა“, აჭარის ტელევიზიის ახალგაზრდა ოპერატორის სარეჟისორო დებიუტი, რომელიც ჩვენთან არის სტუდიაში, ლინდა ჯაიანი, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი, ოპერატორი, ფილმის რეჟისორი. ლინდა, მოგესალმებით. დღემდე დავისა ლინდა. ეს ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვისაც ვახსენებთ ხოლმე ეთერში, ვამბობთ, რომ მარტო ისინი არ არიან თანამშრომლები გადაცემის თუ ნებისმიერ ამის, ვინც ჩანს. აი უკან ვის დგას და ერთ-ერთია ლინდა და მე მიხარია რომ გამოჩნდა და მიხარია რომ შენი ფილმი ღებულობს მონაწილეობას BAFI-ში. ლინდა, რომელ კურსზე ხარ ახლა? მეორე კურსზე. მე მგონი ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯია თუნდაც აი ამ ხელა ფესტივალზე, რომ მოგეცა შანსი და შენი ნამუშევარი იქნება წარდგენილი. მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. გვესაუბრე, რაზეა ეს ფილმი და როგორ მოხდა ფესტივალზე ამის გატანა, რა კრიტერიუმებით შეფასდა? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ფილმი ეხება ერთ ჯარისკაცს, რომელიც ომში აფეთქების შედეგად პარალიზებული დარჩა. ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ წერილი გაუგზავნოს დედამისს, რომელიც არის დაღუპული. ამისთვის არ აქვს სახსრები არანაირი. ფილმში არის ნაჩვენები სცენაც, რომ პურსი იღებს შემოკიდებულს ქუჩაში და ამით იკვებება. სცენარი ვისია? სცენარი არის თანამედროვე მწერლის არმენ არუთინოვის ეკრანიზაცია არის დიახ. რეჟისორი სანამ სცენარს აიღებს და გადაწყვიტავს რომ ეს ყველაფერი დადგას, მანამდე ფიქრობს, ანუ თითქოს ან თავისი სულისტკივილია, ან ერის სულისტკივილია და იმიტომ იქმნება ეს შემოქმედებითი ნაყოფი, რომ ხალხს ჩვენ ვაჩვენოთ, ამით დავანახოთ, გავაკეთილშობილოთ სწორ გზაზე, ვუჩვენოთ მიმართულება. აი შენი мотиваცია რა იყო? რატომ მაინდა-მაინც ეს სცენარი თუნდაც? რატომ ეს სცენარი? ნუ პირველ რიგში ის რომ ძალიან ბევრი ნოველა წავიკითხე, სანამ ვიპოვიდი ამ ნოველას. წაკითხვის მომენტში იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც წავაკითხე ეს არჩევის პროცესში, ვცდილობდი რამდენიმე ადამიანისთვის მეჩვენებინა, რომ შეფასებინათ მეტად მოეწონათ არა. ყველასთან ძალიან იყო ემოციური იყო, ძალიან მოქმედებდა ადამიანებზე და ვფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ასეთ ემოციურ ამბავს შევჭირდებოდი და ალბათ კითხვის დროს უკვე წარმოიდგენდი თუ როგორ იღებდი კადრს და როგორ აწყობდი და მე არ ვიცი ახლა ეს ასე ჩანს ჩვენს ეკრანზე თუ არა. ეს არ არის ფერადი, ხო? ფერადი.
ფერადია? ხო, ესე იგი მე ვერ აღვიქვა ახლა კარგად. მაინტერესებს სპეციალურად ალბათ შენ ხო, რაღაცა განსხვავებული ფერი აქვს, როგორც მივხვდი კადრებს, ხო. ეს არის 90-იანების პერიოდი, აი ტელეგრამას პერიოდი არის ზუსტად. კი ბატონო, და ნუ მაინც თავისი ის აქვს, კი. მაინტერესებს ეს შენი პირველი ნაშრომია, თუ არაერთხელ გიმუშავია და ზოგადად რას გაძლევს ახლა ეს ფესტივალი შენ? როგორც მოკლემეტრაჟიანი ფილმი, პირველია რა თქმა უნდა დავალებებს ვაკეთებდი. ესეც სხვა შორის ერთ-ერთი დავალება არის ეკრანიზაცია და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ პირველივე ნაშრომი ბიაფის ფესტივალზე გადის. როგორ შეიჭრა ოპერატორიც შენ იყავი ამ შემთხვევაში? ოპერატორი ტელევიზიის თანამშრომელი იყო ჩვენი გვაჩა კვაჭაძე. მოკითხვა გვაჩას. როგორი შეიძლება რომ ახლა გამოცდილი ოპერატორი ხარ, შესაბამისად ოპერატორი იმის გარდა რომ საკუთარ ინიციატივას იჩენს, ამის გარდა უსმენს რეჟისორს და ნუ ემორჩილება ასეთ ერთ-ერთი მით უმეტეს ამ ბრძანებებს. როგორი იყო მეორე პოზიციიდან მუშაობა, როდესაც შენ თვითონ წყვეთ რომელი კადრი გინდა და ოპერატორი ასე ვთქვათ, კი ინიციატივის გარდა, რაც ძალიან მაგარია, უნდა ასე ვთქვათ, შენს იდეას მიყვებოდეს. პირველ რიგში ის რომ თვითონ გადასაღებ მოედანზე ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგვყდა. ყველას როგორც ხატრებს, როგორც დიახ, ბევრი სიურპრიზია, ყველა გადაღებაზე არის ეს ყველგან საერთოდ ნებისმიერ ფილმის გადაღების პროცესში. პროცესს მოხდება. დიახ. და ამ შემთხვევაში უკვე პასუხისმგებელი შენ ხარ, ახლა რეჟისორი ხარ. კი, მაგრამ რავი, ვფიქრობ, თავი გავართვი ამ ყველაფერს, კი იყო რაღაც უცნაური თითქოს, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ქრონომეტრაჟი რამდენი აქვს მიდა? 14 წუთი არის ფილმი. 14 წუთი და ერთი მსახიობი თამაშობს მთავარი როლი თუ რამოდენიმე მსახიობი? მთავარი არის ერთი, მაგრამ საერთო ჯამში არის 8 მსახიობი. შერჩევა როგორ მოხდა? კასტინგი გამოაცხადე, თანაკურსელები დაითანხმე. ანუ ხო, მოინტერესებს. სამი არის პროფესიონალური მსახიობი, გიორგი გუჯაბიძე, თამილა მეიშვილი და ვაჟა ბიბლეიშვილი. სამი ყავს უნივერსიტეტის სტუდენტები, ერთი არის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი ბაბილოძე, ორი არიან მეორე კურსის სტუდენტები, მეორე კურსის ერთი არის უბრალოდ თედია კვერნაძე და პირველი კურსის არის თომა. და ორი ჩემი მეგობარი იყო, ერთი ჩვენი თანამშრომელი არის ღვაწლის მასოვკაში არის ეკოგო. ყველაზე მთავარი აი ამ გადაღებული კადრების შემდეგ დამონტაჟება. შეიძლება უამრავი კადრი იყოს, მაგრამ აი აქ გადაწყვეტილების მიღება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება ზუსტად იმ კადრმა მოგაპოვებინოს გამარჯვება, ისე იყოს გადაბმული ერთმანეთზე. მონტაჟი მხოლოდ შენი იყო თუ ასევე დაგეხმარა კიდევაც? მონტაჟი მირიან урогველზე დამეხმარა. მინდა გითხრათ, რომ მირიანი არ მხოლოდ მონტაჟი, არამედ აი სცენარის ოვნის მომენტიდან, ნოველის ოვნის მომენტიდან ჩემს გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მას. და ხო, მონტაჟს რაც შეეხება, მირიანი დამეხმარა მონტაჟშიც და კი იყო ბევრი ესეთი კადრი, რომელიც შეიძლება არ უნდა გამოგვეყენებინა, შეიძლება უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ არ მოერგო სიტუაციას. იმ მომენტში, როცა ვიღებდით, მეგონა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ სამონტაჟო სიუცეში არის, რომელიც საომრობოდ კარგ შედეგს გამოიტანს. და აი სწორედ ახლა ეს მაინტერესებს, რას ფიქრობ შენს შემოქმედებით ცხოვრებაზე, აი წლების მერე ვინ იქნები, რას გააკეთებ? წლების მერე არ ვიცი ვინ იქნები, მაგრამ შემიძლია ის გითხრათ, რას ვაპირებ მომავალში და რა იქნება ჩემი შემდეგი ნაბიჯი. კი ბატონო. შემდეგშიც მინდა ის ნოველის ეკრანიზაცია გავაკეთო. ვიწყებ უკვე ნელა ნოველის შერჩევას და იგა ჩემი მიზანი და. ანუ პენსიაზე რო გახვალ ის ამბები ჯერ არ მოგვიყევი, ხო რას ის? ხოლო მოვიდინები ფესტივალზე, მაყურებლის უკავშირი, ემოციები და გისურვებთ წარმატებებს, იმიტომ რომ ეხა დიდ ეკრანზე იქნება შენი ნოველა წარდგენილი. თუ სანამ დაგემშვიდობები მაინც უნდა კითხო და მე რაღაცის თქვა გინდოდა და ვინახე. მაინტერესებს ბიაფით თუ შემოიფარგლება ახლა ამ ფილმის ჩვენება თუ გეგმავ რომ ბარემ გადააგზავნა. ფესტივალებზე. ფესტივალზე მინდა გავუშვა ეს ფილმი. როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც. კიდევ კარგი და 2000 იეროგლიფმა ზუსტად მომცა საშუალება რომ გამახვილებინა ყურადღებას სხვა დეტალებზე, რაც მანამდე არ მიფიქრია. მინდა წარმატებებს გისურვებ. რაღაცის მოყოლა უნდა. ბატონო. მოყოლა, ხო, ჩემ ლექტორებზე მინდა გითხრათ, რა სიტყვა რა. ჩემი ოსტატი გია დიასამინძე და ბატონი მამუკა ჩხიკვაძე. ეს ორი ადამიანი იყვნენ ისინი, ვინც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ ფილმის გადაღების პროცესში.
როგორც სცენარის დამუშავების მომენტში, ესევე გადასაღებ მოედანზეც ძალიან დამეხმარა ბატონი მამუკამ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ბატონ მამუკას და კიდევ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ჩემს გვერდით იყვნენ დამეხმარა როგორც სიტყვაზე განათებაზე დამეხმარა დავით დიასამიძემ, ხმის რეჟისორი იყო ბაჭი კაკაბაძე და მხატვრები რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მათ. მოკლედ ყველას დიდი მადლობა რა შევამჩნიე, როდესაც საუბრობს მის ნამუშევარზე ძალიან ნერვიულობს. ახლა წარმომიდგენია თუ დაესწრება ფილმის ჩვენებას. ამ ხის ნამუშევარზე ვილაპარაკოთ და არ ინერვიულებს. შემთხვევაში არ ესწრებიან ხოლმე და მაინტერესებდა. ლინდა ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ, მიხარია შენი ეს გადადგმული ნაბიჯები და ვიმედოვნებ რომ არაერთხელ იქნები ჩვენი გადაცემის სტუმარი ამ ფორმით. თორე ფესტივალზე როცა წარადგენთ ჩვენს აი ესეთ ნოველას ჩვენ აუცილებლად გავაშუქებთ მაგასაც დარწმუნებული ვარ დაიპყრობს საზღვრებს. ბავშვობაში ვაგიდე ჩამახედინე მე კამერაში ჩაგვეხედინე ჩვენც. მოვიდა რა დავემშვიდობოთ ჩვენს. კი, მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენთან ერთად იყო საათნახევრის განმავლობაში დღევანდელად ჩვენ სტუმრებს, ჩვენ ისევ ხვალ ჩოლდროს პირველ საათზე შემოგიერთდებით. აბა დავიწყე კათქო და გადაგზადებოდეთ თქო უნდა დამესრულებინა, მინდა მადლობა მეგობრებო, ხვალ ისევ შეხვდებით ერთმანეთს და მე დავისვენეთ შაბათს. კი ბატონო, მომავალ შეხვედრამდე. აბა ბედნიერი დღე.